მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შაბათი დღე დადგა დილის 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ TV1-ის პირდაპირ ეთერს დილის ლაივი იწყებს. დილამ შვიდობის, როგორ მომენატრა ეს სიტყვები, ესე იგი ერთი კვირა არ ყოფილ ვარ და გონია რომ მთელი ერთი წელია არ ყოფილ ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა გიყურებდით ჩემო საყვარელო და სულ თქვენთან ერთად ვიყავ, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია დილის ლაივის გარეშე ჩემი ცხოვრება და არც არა ვიცი რო თენდება შაბათი დილამ, გონია რომ ყველანი ვართ დილის ლაივთან ერთად და მოგესალმებით, ვისაც ცოტა ჩაეძინა და ოდნავ გვიან შემოგვიერთდება, ის გადაახვევს და იმ გამოტოვებულ ამბებსაც მოისმენს ჩემო ბაჭო. მოკეთ ძალიან საინტერესო ეთერი იქნება. 11 საათამდე ვიქნებით ტრადიციულად თქვენთან ერთად და მე თქმა უნდა შევეცდებით რომ მომდევნო 2 საათმა მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნება მოგანიჭოთ, ღიმილი მოგანიჭოთ და ეს შაბათი კვირა ბედნიერების და წარმატების შაბათი კვირა იყოს დილის ლაივთან ერთად. მე მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრა რომ ხატია პირდაპირ ფაქტიურად აეროპორტიდან შემოგვიერთდა სტუდიაში, იგი ამერიკიდან სულ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა, სადაც შვილის ნიკა ლომიძის უმაღლესი სწავლებლის დამთავრების და დიპლომის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო და მე მინდა რომ ხატიას მივულოცო ეს ნამდვილი ბედნიერება და ყველა მშობელს ვუსურვო იმ წუთების განცდა, რომელიც შვილის წარმატების თანაზიარს ხდის და გილოცავ კიდევ ერთხელ ჩემო ხატია. დიდი მადლობა. მეც მოგილოცავ რამდენჯერ ხომ წარმოგიდგენია. კი ბატონო და წარმატებებს ვუსურვებ შენს ვაჟკაცს. ჩვენს მეგობარს ნიკას და სანამ შენ ასე ვთქვათ ცრემლებს შეიშრო. თან ახლა ამერიკიდან ჩამოსულს რა უნდა შემომთავაზო არა პრინციპში. აგერ გავხსნი კოკა-კოლას, გაგიხსნი როგორც ყოველთვის ტრადიციულად. ისე მოგევლინე სპეციალურად. და შევეხმიანოთ ჩვენს ანა ზაქაშვილს რომელიც მე მინდა უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა გითხრა ამ არაჩვეულებრივი სურვილისთვის. ყველას მინდა ვინც ამთავრებს სკოლა იქნება თუ ახალ ეტაპზე გადადის თუ უმაღლესი სასწავლებელი იქნება, მინდა რომ ყველას მიულოცო, ყველა მშობელს ბედნიერება უსურვო და რა თქმა უნდა, ჩემი თანაგრძნობა, ჩემი მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ეხლა უკანონო რეჟიმის პატიმრები არიან და რომლებსაც ძალიან დიდი მომავალი ელით და სულ ცოტა ხნით აი ამ ბარიერსაც, ამ პატარა დაბრკოლებას, პატარა არ არის დაბრკოლება, მაგრამ აი ცოტა ხანი სადაც ისინი არიან, ძალიან მალე გაივლის ეს ყველაფერი და ის ბიჭებიც აუცილებლად დიდ მწვერვალებს დაიპყრობენ. და ყველა მშობელს, მათ მშობლებს მინდა რომ ჩემი მხარდაჭერა და სიყვარული გამოუთქვა. ძალიან დიდი მადლობა ხატია ამისთვის, მეც ვუერთდები შენს პათოს და მოდი გავიგოთ ამინდის პროგნოზი, როგორც ყოველთვის ტრადიციულად ჩვენს ანა ზაქაშვილს შევეხმიანოთ და როგორი ამინდი დამახვედრე? აი ახლა ნახოთ. მე ქარიანი სან-ფრანცისკოდან ჩამოვედი და აქ რა ამბავია მუხევი. ჩვენი ანა გვეტყვის, ანა დილამშვიდობის. ანა დილამშვიდობის. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ანა დილამშვიდობის მომენატრე. ბაჭო ხატია მოგესალმებით. მე ძალიან მომენატრე და ძალიან მიხარია შენი ხმის გაგონება და ხვალ გნახავ და კიდევ უფრო მეტად ჩაგეხუტები. მე გაგაცნობთ, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, თუმცა მანამდე აუცილებლად ბაჭოს მილოცვას ვუერთდები მეც და კიდევ ერთხელ გილოცავ შენი ნიკას წარმატებას და კიდევ უამრავი წარმატება მინდა რომ ვუსურვო. რაც შეეხება დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ დასავლეთ საქართველოში, სადაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით უმეტესად უნალექოთ. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან კი ხანმოკლე წვიმა არის ელჭექით ნავარაუდები. აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, დღის მეორე ნახევრიდან ცვალებადი მიმართულების ქარი ასევე 10-15 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +15-დან +20 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +26-+31 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით +13-დან +18 გრადუსამდე დათბება ჰაერი, დღისით +23-+28 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ღამით ზოგიერთ დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა ელჭექით ნავარაუდები და ზოგიერთ რეგიონში სიტყვაც კი არის ნავარაუდები. აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, დღის მეორე ნახევრიდან ცვალებადი მიმართულების ქარი ასევე 10-15 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +10-დან +15 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +22-+27 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით +5-დან +10 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, დღისით +21-+26 გრადუსი იქნება.
სოხუმში დღეს სინოპტიკოსები 25 გრადუს და მზიან ამინდს ვარაუდობენ. ზუგდიდში ასევე 29 გრადუსი და მზიანი ამინდი არის ნავარაუდები. ფოთში 23 გრადუსი იქნება დღეს, ჰაერის ტემპერატურა, ოზურგეთში კი +26 გრადუსი არის ნავარაუდები და მზიანი და უნალექო ამინდი არის მოსალოდნელი. ქოპულეთში დღეს 22 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, ბათუმშიც ასევე 22 გრადუსი და მზიანი დღე იქნება. ახალციხეში 23 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, აქ ხანმოკლე წვიმა არის ნავარაუდები, ქუთაისში კი ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსამდე დათბება, მზიანი და უნალექო დღე იქნება. მესტიაში დღეს 18 გრადუსი არის ნავარაუდები, აქ მზე იქნება დღის პირველ ნახევარში, თუმცა მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, ამბროლაურში კი ასევე ხანმოკლე წვიმა და 28 გრადუსი არის ნავარაუდები. ცხინვალში დღეს 24 გრადუსამდე დათბება, ჰაერის ტემპერატურა, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ აქაც სინოპტიკოსები, გორში კი 26 გრადუსი და მზიანი ამინდი იქნება. თელავში დღეს 25 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, თელავში ხანმოკლე წვიმა იქნება. დღეს რაც შეეხება რუსთავში 28 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა და ნაწილობრივ მზიანი ამინდი არის ნავარაუდები. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისში დღეს მზიანი ამინდი გვექნება, ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსს მიაღწევს და მოკლედ მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება თბილი და მზიანი ამინდი. ასეთი ამინდი გვაქვს მოკლედ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მე დაგემშვიდობებით და მშვიდობიან პოზიტიურ ნაყოფიერ და გემრიელ უქმეებს გისურვებთ. დიდი მადლობა ანა, ასეთი არაჩვეულებრივი ამინდისთვის მადლობა. 27 გრადუსი თან მზიანი დღე, მთელი დღეს ასე იმათ, მე საღამოს ბაჩო. მე აი მართლა 178 დღეა უკვე, ხო? არ ვიცი, აღარ დავიტყვი. მე როგორც მახსოვს 178 დღე სულ აი ამინდს რო ვისმენ, პირველ რიგში მახსენდები შენ და რა თქმა უნდა ის შენი მეგობრები და არმია, ვინც ჩვენ ყველანი. კი ბატონო. რა გველოდება ახლა შემდეგ რა გავაკეთოთ? ზეზე რო გესაუბრებოდი და რაღაცეები რო მოვკიბე, რატო თუ იცი? რატომ და ნახე ზეზე რომ გადიხარ. შენ თეთრიც ძალიან სიმპათიური ხარ და გაროჯურიც ძალიან სიმპათიური ხარ, ხა იცი რომ ჩემი ბრედ პიტი ხარ, მაგრამ იმისთვის რომ შეინარჩუნო ეს სიმპათიურობა და ეს სიკორფე, აუცილებლად მზის დამცავის გარეშე არ უნდა გაბრძანდეს სახლიდან. არა აქვს მნიშვნელობა, მზიანი იქნება ამინდი თუ არ იქნება და განსაკუთრებით როცა მზე ესეთი აქტიურია, აუცილებლად უნდა გქონდეს SPF-ით დაცული კანი. და რას და მე? აი თაკოსაზინე მოგიყვება უკეთესად ამ ყველაფერს იცი? კი ბატონო, მაშინ მოусმინოთ თაკოსაზინას, რომელიც კიდევ უფრო ასე ვთქვათ, კომპეტენტურად და დეტალურად გაგვაცნობს ამ საკითხს. ნახოთ. რუბრიკის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. დილამშვიდობის ჯგუფსა ტელემაყურებლებო, ეს არის რუბრიკა Beauty Line თაკოსაზინასთან ერთად. დღეს უნდა ვისაუბროთ თუ როგორ უნდა ავაწყოთ დილის რუტინა ეხლა ამ სეზონზე. მოდის ზაფხული, ზღვის მზის სეზონი და ეხლა ყველაზე აქტუალური არის ის, რომ პირველ რიგში დავიცვათ თავი მზისგან და მეორე დარჩენილი ლაქები, რაც მაქვს კანზე, მაქსიმალურად მოვიშორო, კანი ამოვინათო და ესე სუფთა კანით შევხვდე ახალ მზის სეზონს, იმიტომ რომ მზის სეზონზე ისევ ემატება ახალი ლაქები კანს და მინდა რომ ეს ძველი ლაქები მაქსიმალურად გავიქრო სახიდან. დღეს ჩემი კანის რუტინისთვის გამოვიყენებ მთლიანად SVR-ის პროდუქტებს, რომელიც არის ფრანგული ბრენდი და მინდა დეტალურად თანმიმდევრობით გაჩვენოთ თუ რა არის შემდეგ შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის რომ თან ლაქები გავიქროთ და თან თავი მაქსიმალურად დავიცვათ მზისგან. როდესაც რუტინას აწყობთ და არ იცით ზუსტად რა პროდუქტი რის შემდეგ წაისვათ, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მის კონსისტენციას. რაც უფრო თხელია პროდუქტი უნდა წაისვათ პირველ რიგში და რაც უფრო სქელდება პროდუქტი უნდა წაისვათ ბოლოში. შესაბამისად, პირველი ყოველთვის არის ხოლმე ან შრატი, ან ამპულა, ან ტონერი. ამ შემთხვევაში პირველი პროდუქტი იქნება ჩემთან ამპულა. ეს არის SVR-ის C ვიტამინის ამპულა, რომელიც შეიცავს 20% C ვიტამინს, არის საკმაოდ კონცენტრირებული, ანუ დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. შესაბამისად, ამ პროდუქტისგან ველი რომ კარგად უნდა ამოანათოს კანი, იმიტომ რომ C ვიტამინის დანიშნულება არის სწორედ ეს. ამოანათოს კანი, გააღიალოს ლაქები, ამიტომ პირველი პროდუქტი ჩემს რუტინაში იქნება SVR-ის C ვიტამინის ამპულა. ახლა კონსისტენციას უფრო კარგად გაჩვენებთ, როდესაც ამ პროდუქტს გადმოვიდან ხელზე.
და მინდა დააკვირდეთ, როგორი თხელია. ნახეთ, ფაქტობრივად წყალივით კონსისტენცია აქვს. ახლა გადავინაწილებ მთლიან კანზე. შუბლზე, რა თქმა უნდა. და თვალთან ძალიან ახლოს არ მივა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს C ვიტამინი მაინც მჟავაა და ეცადეთ ასეთ სენსიტიურ ადგილებში არ წაიცვათ, რომ არ გაგიღიზიანდეთ კანი. ეხლა დავავალოთ რამდენიმე წუთი, რომ კარგად შეიწოვოს და გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე. შემდეგი უკვე იქნება დამატენიანებელი ფლუიდი. ეს არ არის მთლად კრემი, შესაბამისად არის ცოტა უფრო თხელი კონსისტენციის, თუმცა ბევრად უფრო სქელი ვიდრე ჩვენი პირველი პროდუქტი. და ესე არის კონკრეტულად ეს პროდუქტი გამოირჩევა იმით, რომ შეიცავს ჰიალურონის მჟავას, პრობიოტიკებს და კერამიდებს. გადმოვიტანოთ ხელზე ჩვენი პროდუქტი, როგორც ხედავთ, ნახეთ. უფრო სქელი კონსისტენცია აქვს, მაგრამ არც ისე სქელი, როგორც ჩვეულებრივ კრემებს. და ვფიქრობ, მარტივად უნდა შეიწოვოს კანმა. წავისვათ ესეც მთლიან კანზე. აი ეს პროდუქტი უკვე შეგვიძლია წავისვათ თვალთანაც, იმიტომ რომ არ შეიცავს არანაირ მჟავას და არ გააღიზიანებს კანს. გადავიდეთ თვალის კრემზე, რომელიც ასევე შეიცავს C ვიტამინს. ეხლა მინდა გითხრათ პატარა მინიშნება, რატომ არ წავისვი თვალის გარშემო პირველი პროდუქტი C ვიტამინის ამპულა და რატომ ვისვამ თვალის კრემს C ვიტამინის შემცველობით. იმიტომ რომ პირველ პროდუქტს აქვს საკმაოდ დიდი კონცენტრაცია, ასე ვთქვათ, როგორც გითხარით უკვე, C ვიტამინის 20%, რაც თვალის გარშემო კანისთვის ძალიან ბევრია და ძალიან ძლიერია, ამიტომ თავის შევიკავე. ხოლო რაც შეეხება თვალის კრემში C ვიტამინი იმ დოზით არის, რომ თვალის გარშემო კანს არ გააღიზიანებს, თუმცა ამოანათებს და თავის საქმეს მაინც შეასრულებს. ამიტომ ეცადეთ ხოლმე, რომ აი ასეთი ინგრედიენტების, უფრო აქტიური ინგრედიენტების შემცველობა, როცა იქნება, როგორც არის C ვიტამინი, მჟავები, თვალის გარშემო ფრთხილად დაიტანოთ. ამ კრემს აქვს ვარდისფერი შეფერილობა და ეხლა წავისვამ თვალის გარშემო, როგორც ქვედა უპეზე, ასევე ზედა უპეზე და დაველოდები შეწევას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვალის პროდუქტები იყოს განსაკუთრებით მსუბუქი. და სწორედ ასეთია ეს კრემიც. ახლა კი გადავიდეთ ბოლო ეტაპზე და ეს არის მზის გადამცავი, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ. როდესაც იყენებთ პროდუქტს, რომელიც არის ლაქებისთვის, ანუ ლაქების გამაღიავებელი და შესაბამისად ის არის მჟავის შემცველი, აუცილებლად თქვენი რუტინა უნდა დაასრულოთ მზისგან დამცავით. თუ ასე არ მოხდება, იმის ნაცვლად რომ ლაქებს გაიქრობთ, შეიძლება პირიქით უფრო მეტი ლაქა გაგიჩნდეთ. ამიტომ C ვიტამინს როდესაც გამოიყენებთ, აუცილებლად ბოლოს წაისვით მზისგან დამცავი. მე აქ მაქვს ესე არის 2 მზისგან დამცავი. ერთი არის SPF 50+-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს მაქსიმალური დაცვა და ეს არის ფლუიდის კონსისტენციის, ანუ კრემოვანი კონსისტენცია, ხოლო მეორე არის ესე არის SPF 20 ფილტრით, რომელსაც აქვს როგორც ხედავთ, თხევადი კონსისტენცია და კონკრეტულად ეს პროდუქტი არის ორფაზიანი. ნახეთ, ქვედა მხარეს არის სხვანაირი კონსისტენციის სითხე, ზემოთ არის შედარებით ზეთოვანი. დატანის წინ აუცილებლად ეს პროდუქტი უნდა შევანჯღრიოთ და ისე დავიტანოთ, რომ გაერთიანდეს ეს ორივე მასა. დღეს მინდა დავიტანო სწორედ ორფაზიანი მზისგან დამცავი, რომელიც არის ასევე წყალგამძლე, გადმოვიტან ხელზე. ესეც სპრეის სახით გადმოდის და ვფიქრობ ძალიან მარტივი იქნება ამ პროდუქტის ტანზე დატანაც და წავისვამ სახეზე. ამ პროდუქტს უკვე წავისვამ ყველგან, მათ შორის თვალებზეც. როგორც ხედავთ, თეთრი კვალი საერთოდ არ აქვს. არის ძალიან თხელი და ძალიან მარტივად შეიწოვება. სხვადასხვა აქვე უნდა გითხრათ ერთი რამ. ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როგორ შეიძლება რომ მზისგან დამცავი განვიახლოთ დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც გვისვია მაკიაჟი.
რა თქმა უნდა, როდესაც მაკიაჟი გვისვია ამ შემთხვევაში კრემოვანი კონსისტენციის მზის განდამცავს, ფიზიკურად ვერ წავისამთ, იმიტომ რომ აიზილება მთელი მაკიაჟი ერთმანეთში, ამიტომ ძალიან კარგი გამოსავალია ამ დროს აი ასეთი სპრეის სახით მზის განდამცავები, რომელიც უბრალოდ შეგიძლიათ შეისხუროთ და თავისით გაშრება მათ შორის ტონალურის ზემოდანაც. მეც დამიტესტავს და მშვენივრად არაფერი არ მოვიდა ჩემს მაკიაჟს და ვფიქრობ ეს არის ძალიან კარგი ხრიკი. მოკლედ, აი ესე დამთავრდა ჩემი დილის რუტინა. C-ვიტამინი მისვია, ლაქებზეც ვზრუნავ. მზის განდამცავით მისვია შესაბამისად არანაირი მზის ზემოქმედება არ მოხდება ჩემს კანზე, მავნე ზემოქმედება. ეხლა არის ზუსტად ის სეზონი, როდესაც უნდა მოვემზადოთ მზისთვის. იმედი მაქვს, ჩემი რუბრიკა დაგეხმარებათ, რომ სწორად შეერჩიოთ პროდუქტები, რომელსაც მოიმარაგებთ ზაფხულისთვის. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ ბედნიერ კვირას. რუბრიკის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. ხო გითხარი რომ დაწურილებით მოგვიყვება თაკო თქო და მოგვიყვა კიდევაც ბაჭო. მოგვიყვა კიდევ და მადლობა თაკოს ამისთვის უკვე შეგვიძლია რომ რაღაცნაირად მომზადებული შევხვდეთ ზაფხულს, რომელიც სულ მალე დადგება. კი. ფაქტიურად დადგა რა. დადგა ფაქტიურად. თუმცა ჯერ კიდევ სითბოები გვაკლია ესეთი საზაფხულო. შენ ახლა სულ ესეთ პოზიტიურ განწყობაზე მყოფი, ყველაფრისადმე ესე სულ კარგ ხასიათზე, მომღიმარი. რამდენად კრიტიკული ხარ საკუთარი თავის მიმართ, მაინტერესებს. მე იცი რა მეკონა. სულ კარგ ხასიათზე მომღიმარი. ხო კარგად ხარ, მეთქი იმას ვკითხავდი. ვარ, ძალიან კრიტიკული ვარ. მე მეკითხები ადამიანს, რომელსაც მესამე წელია არ ჩამიგდია ეთერი. არ არსებობს ეთერის მერე სახში არ მივიდე და თავიდან ბოლომდე ჩვენს ეთერებს არ უყურო. აბა, ამაგიტო უყურებ ესე იგი რომ თვით ანუ კრიტიკა გასაგებია. უნდა გავითვალისწინო. ძალიან საინტერესო ამბავი. ხო. იცი რა არის, მეც რაღაც მხრივ არის ხოლმე რომ როდესაც აი თვითკრიტიკაზე მიდგება საქმე, ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაც ჩემი ქმედება იყოს ისეთი სხვის მიმართ თუ რაღაცა გარემოს მიმართ, როგორც მინდა რომ მომექცნენ, ისე მინდა რომ მოვიქცე. და შესაბამისად რაღაცნაირად მან ბალანსი ხერხდება ხოლმე. როცა ყველაზე კრიტიკული ვისთან გამოდიხარ მაინც? ყველაზე კრიტიკული, არ ვიცი, ესე ალბათ ოჯახის წევრებს უნდა კითხო. ხო, ხარ, მომთხოვნე. ნახე, მე ხლა ზუსტად ძალიან საინტერესო თემა არის და ვირმა შემოგვიერთდა და აი ნახე, კრიტიკულობა, მომთხოვნობა და ცოტა კომპლექსი. აი ესენი ერთმანეთში მერევა ეს სამი რაღაცა ძალიან პატარა ზღვარი არის და გამოვიყვეთ რა. მაგ ყველაფერზე შეგვიძლია ეს კითხვები დავუსვათ ჩვენს ფსიქოლოგიმას, კვაჭაძეს, რომელიც შემოგვიერთდა უკვე და კიდევ უფრო კომპეტენტურად გავხსენებ. დილამშვიდობის. ესე იგი ერთი კვირა არ ყოფილა და უკვე მეიქაპიც რაღაცა სხვანაირი აქვს. შეუცვლია არა, მოგენატრე და სხვა თვალით. არა, ძალიან მომენატრე და ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა დიდი, მე ძალიან დამაკლდი აქ რომ არ იყავი და მიხარია რომ ერთად ვართ უკვე დღეს. თან ისე საინტერესოდ მსჯელობდით რომ ესე გისმენდით ხა რაღაცა ჩავერთე როგორც მსმენელი და მადლობა რომ მომიპატიჟეთ ამ დიალოგში. ხო. ხანდა რაღაცნაირად აი სამი რამ რაც ვახსენეთ. აი თითქოს იმდანად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან რომ აი არ მინდა რომ თან ამერიოს. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ჯერ დააფიქსიროთ ეს თვითკრიტიკის ან ზოგადად კრიტიკა რა არის, ხო? და რეალურად როცა ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ხოლმე ადამიანს, ესე შეიძლება რეკომენდაცია უკვე თავის თავში გულისხმობს რაღაცის გამოსწორების იდეას, ხო? ესე იგი რაღაცა რაც არის, უმჯობესია რომ ესე იყოს, ანუ ალტერნატიულ, მაგრამ არ გამაკრიტიკო. ხო, აი აქ არის ძალიან ესეთი სათუთი ბეწვის ხიდი, რომელიც უნდა დავიცვათ ადამიანებმა და განსაკუთრებით რაც უფრო ესეთი სენსიტიური მსმენელი გვყავს ამ ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, მით უფრო ფრთხილად და მით უფრო მისი აღქმის სამყაროს აღქმის გათვალისწინებით უნდა მივაწოდოთ ეს რაღაცა იდეა. მოდი თვითკრიტიკაზე დავიწყოთ ზოგადად, ხო, რა არის თვითკრიტიკა? ეს არის ხმა, რომელიც გვესმის საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი თავისგანვე, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაცა ჩემი ბრალია არ გამომივა, სხვა უკეთესად ეხერხება, ხო, არ მიმსახურებ, მოკლედ ძალიან ბევრი. ან თქვა სიტყვაზე, რომ აი ეს ეთერი, თქვა შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო
ოქში რაღაცაზე მიფიქრია ხოლმე. აი ეგ რომ უკეთესი ყოფილიყო, უკვე განვითარებ, ანუ უკვე რეკომენდაცია არის, ხო, რომ თქვათ მე თუ აი ხელებით ვლაპარაკობ, ეს ხო, ნუ ჩემი თავისთვის ყველაზე მეტად რაც მიმიცია ეს რეკომენდაცია, რომ აი არ არის საჭირო მთლად ესეთი დიდი სივრცის დატოვება. კი, ოღონდ აი ძალიან მნიშვნელოვანია, ნახე, მე ჩემ თავზე რას ვფიქრობ, სხვა რას ვფიქრობ, აქაც უნდა ვისწავლოთ როგორია ეგ რეკომენდაციები, რომელსაც საკუთარ თავს ვავძლებთ. თუმცა, როდესაც ჩვენ საუბრობთ თვითკრიტიკულ ფიქრებზე, აქ გაუმჯობესების იდეისკენ არ არის მომართული ესე. ეს არის კი, ეს ამ დროს მე ვითრგუნები, რაც უფრო ვითრგუნები, მით უფრო ვსუსტები, რაც უფრო სუსტები, მით უფრო, ანუ აი ეს არასწორი დესტრუქციული ჯაჭვია, რომელიც უფრო მაკნინებს, კი, ფრუსტრაციას იწვევს უფრო მეტად დესტრუქციას ჩემი პიროვნული მახასიათებლების და ამის გამოსწორების იდეის ნაცვლად შემდეგ მცდელობიდანაც კი თავს ვარიდებთ. აი, აღარც კი ვცდი, არა თუ გავაუმჯობესო, როდესაც ეს თვითკრიტიკული ხმა ესე მძლავრად მესმის საკუთარ თავში, რომ დავიბნე რა მოხდება, რომ არ გამომივიდეს, აი ეს მერყეობა, ის რომ აი განზოგადება ვერ გავიარო. კი, განზოგადება წარსული გამოცდილების. ანუ თვითკრიტიკას რასაც გულისხმობ, რასაც ამბობ შენ რომ თვითკრიტიკული უფრო მეტად რაღაცა თრგუნავს. თუ კი ალბათ გამომწვევ მიზეზებს აღარ იკვლევ. ზუსტად, აი ზუსტად კი. ეს ნახეთ თვითკრიტიკულობის ამბავი, მათ დავიწყოთ საიდან ვიწყებთ, ხო? ზოგადად ეს ხმა, რომელიც ჩვენ თავში ჩაგვესმის, ძალიან რთულია, რომ ესე გაცნობიერების გარეშე პირდაპირ აღვიქვათ, როგორც მხარდაჭერა, ხო? აი არადა რეალურად ეს ხმა, როდესაც ბავშვობაში დავიწყეთ ამ ხმის მოსმენა გარედან, გვესმოდა ჩვენი უკეთესობის იდეით რეალურად, ხო? თუ ჩვენ კი, ეს ხმა, ბოდიში ჩაგეკითხები, ბავშვობაში რაც აღნიშნე, ჩვენი ხმა გვესმოდა თუ ეს მშობლების ხმა იყო, რომელიც ჩვენს ხმად გადაიქცა. ზუსტად, ძალიან ზუსტად ფორმულირება მოახდინე ამ თვითკრიტიკოსობით და რაღაცა ჭოფობით საკუთარ თავში არ ვიბადებით და ეს არის ზუსტად იმ სოციუმის გავლენა, რომელიც სოციუმშიც ჩვენ გვიწევს ყოფნა განსაკუთრებით ბავშვობაში და აი სწორედ აქ ვსუსტებით, როდესაც ხმა, რომელიც გარედან გვესმის, მე შინაგანი ხმა ხდება. ნახე, როდესაც რაღაცა გამომწვევი მიზეზი გარეთ არის, მე კიდევ უფრო მარტივად შემიძლია ამ ხმასთან კონფრონტაციაზე, იმიტომ რომ გელაპარაკები და შენთან დიალოგში შემიძლია ალტერნატიული რეალობის შემოთავაზება, მაგრამ როდესაც ეს უკვე ჩემშია, მე ამის დიფერენციაცია არ შემიძლია, ხო? მე ვარ ის, ვინც ვაკრიტიკებ და მე ვარ ის, ვინც კრიტიკდება და შესაბამისად ეს ბრძოლა, რომელიც მე და შენ შორის უნდა იყოს და მე აქ მაგ კიდევ მოგების ალგორითმია და შესაძლებლობა, როდესაც ეს ხმა ჩამშია, რაც არ უნდა მოვუგო ამ კრიტიკოს ხმას, მე ჩემი წაგებული და ეს უფრო გვასუსტებს, იმიტომ რომ ეს როდესაც მე თუნდაც აი რაღაცა მოვერიე საკუთარ თავს, ხო კი მოვერიე, მაგრამ წაგებულიც ჩემი ის ნაწილია, რომელსაც მოვერიე. ამიტომ სწორედ ეს რაღაცა ძალიან სისათუთე გუმართებს მანდ და მოდი შენ ფრაზას რომ ვისგან გვესმის, აი აქედან დავიწყოთ, ხო? ანუ გარემოცვისგან, გარემოცვისგან, შობელიც ხომ იმიტომ გაკრიტიკებს, რომ გამოვასწოროს შენში ის რაღაც რაც არ მოსწონს და პირიქით უკეთესობისთვის და არა იმისთვის, რომ შენ პირიქით დაგთრგუნოს და ჩაკეთოს. აი, თითქოს ძალიან პოპულარული რაც ახლა, რასაც შეიძლება ყურადღების მიღმა ვისმენთ, ხო? აქცენტი გავაკეთოთ ქცევაზე და არა ადამიანზე. აი ესეც ერთ-ერთი მახასიათებელია, როდესაც მშობელი განზოგადებას ახდენს ბავშვის დესტრუქციული გამოცდილების მის პიროვნებაზე, სწორედ მასში შემოდის ეს თვითკრიტიკული ხმა, როგორც დესტრუქცია. მაგალითად, თუ შეიძლება ბავშვმა ერთი 100 ვერ დაწერა სწორად, მაგალითად, მუცელი გაუკეთა არასწორად და ამ დროს ეს შენიშვნა და კრიტიკა არის არა ამ კონკრეტულ რაღაცაზე, არამედ აი შენ ხომ საერთოდ ვერ წერ ხოლმე, ანუ განზოგადება ჯერ წერაზე და არა კონკრეტულ ასოზე, ჯერ წერაზე და მერე პიროვნებაზე, რომ აი შენ ხო საერთოდ არაფერი არ გამოგდის, ხო? აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ის კონკრეტული წერტილი რისი გამოსწორების იდეითაც ვესაუბრებით, ბავშვს სწორედ დავუფიქსიროთ. ან მაგალითად, რა ვიცი, თასმები ვერ შეიკრა და შენ ხო სულ მოუწესრიგებელი ხარ. ანუ არ განვაზოგადოთ მის პიროვნებაზე, იმიტომ რომ სწორედ ეს არის შინაგანი კრიტიკოსის იარაღი, რომ ჩვენ თლიან ჩვენ პიროვნებაზე ახდენს განზოგადებას იმ რჩევის და არა რაღაცა იმ კონკრეტულ გამოსასწორებელ
რაღაცა ამბავზე, ხო? ამიტომ როდესაც ბავშვი ძალიან მოწყვლადია, განსაკუთრებით იმ სოციუმის მიმართ, რომელ სოციუმშიც იზრდება, ხო, მშობლის მიმართ პირველ რიგში. ჯერ არის მშობელი, მე არის მასწავლებელი, მე არის გარემო თინეიჯერობაში. ან კლასში ვიღაცა ვიწყოლოთ მისაბაძია. ხო, იყო იმაზე უკეთესი. და არ შემიძლია რომ იმასე უკეთესი ვიყო და უკვე მაქვს რაღაცა ის, რასაც ვიკეტები, სადაც აი ჩემ თავს კარგი და თუ უნდა შეძლო რატომ არ შეგიძლია? ესეც ხوارი. მე რას ვერ ვიგებ, იცი რომ ეს კრიტიკა რაღაცა ჟინის გამოსამუშავებლადაც ხომ მოდის მშობლისგან, რომ კი არ გაკრიტიკებ, უბრალოდ მინდა რომ კიდევ უფრო კარგი იყო. კი, ოღონდ უფრო კარგი რომ ვიყო, ეს უნდა იყოს, ნახე, შენი ჩემდამი კრიტიკა უნდა იყოს ჩემი განახვით, ნახე, მე რომ ხედავ და ჩემი აქტუალური, აი სადაც ვარ მე აქედან ძალიან პატარა ნაბიჯის გადადგმისკენ მხარდაჭერა და არა აქედან სადაც ვარ, იქედან იმხელა სივრცის შემოთავაზება, რომ მე შეიძლება გადავხტე, აი როგორც ნაბიჯის გადადგმასავითაა, ნახე მეტაფორულად, მე შეიძლება ნაბიჯი გადავხტე და რაღაცა დიდ ორმოს გადავახტე, მაგრამ როგორც კი იქ დავხტები, სადაც თავაზობდი, რომ მე წავსულიყავ, იქ წონასწორობას ვკარგავ ფიზიოლოგიურად და მე მერყევ, ანუ მტკიცეთ არ ვდგავარ. შესაბამისად, როცა ვმერყევ, მე კომფორტულად არ ვარ და ვკარგავ წონასწორობას. ამიტომ ჩემი საყრდენი მეკარგება. შესაბამისად, მე მოდის, რომ მე კი ეს გავაკეთე, მაგრამ აღარ მჯერა, რომ მე ეს გამომივიდა და თავდაჯერებული ნაბიჯების ვეღარ ვდგამ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული, ახლა შენ რასაც ამბობ, ეგ ძალიან სწორია, რომ ჩვენ უნდა გავუზარდოთ სულ თამასა ადამიანს, შევთავაზოთ, რომ განვითარდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების გეზი გქონდეს, მაგრამ ჩემი შესაძლებლობიდან ძალიან დიდი ნახტომის გაკეთებას არ უნდა მთავაზობდე. მეუღლა უნდა მიმიყვანო იქ. არსებობს ეგეთი აქტუალური ცოდნის დონე, ანუ აქტუალური შესაძლებლობის დონე. მე ახლა აქტუალურად ეს შემიძლია და არის უახლოესი განვითარების ზონა. უახლოესის განვითარების ზონაში შენი რეკომენდაციით შეიძლება აქაც მოთმინება. აქაც მოთმინება და აქაც ის მხარდაჭერა, სადაც შენ მე გამიძღვები იმ ცოდნის იმ ახალ სივრცეში, სადაც მე შემიძლია წონასწორობის დაკარგვის გარეშე გადმოყვე. თორემ მე მოყვები, მაგრამ თან წონასწორობას ვკარგავ და თან არ მჯერა და თან მერყევი ვარ, აი ამ დროს მე მოდის ბევრი აი საკუთარ თავს არ მოსმენ, ხო ეს ფოტოები ზუსტად ნიშნავს იმას, რომ აი როგორ აღიქმება ისე რომ სადღაც პატარა ვარ ამ გამოწვევებთან მიმართებაში, მე ჩემ ესე ვთქვათ, ვაკრიტიკებ, აი თითქოს შემოძახილია, ხო, რომ მე რაღაცა ზურგიდან ვკრავ ხელს, მაგრამ ეს ხელის კვრაც თუ იმაზე კი მტკივნეულია და იმაზე მეტი ინერციით არის, ვიდრე მე შემიძლია მე ნაბიჯების გადადგმა გავაგრძელო, ვიქცევი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გასაფრთხილებელი წერტილია, სადაც ვარ მე და სადაც მხედავ რომ წავიდე, ხო? ამიტომ ეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ შენ სად მხედავ წავიდე, რამდენად არის სწორი. ან რამდენად არის ჩემთვის ის ადგილი, სადაც მე მინდა რომ წავიდე. ზუსტად კი. ხო, მაგრამ მე ხო მშობელი რომ ვარ, მე ხო ვიცი შენი შესაძლებლობები და შენ შეიძლება ჯერ არ ხარ იმ ასაკში. რატო როგორ არ ვიცი ხა მე ვთქვათ ვიცი რომ შენ მეტი შეგიძლია და ამიტომ მინდა რომ ის მეტი შეძლო, იმიტომ რომ შენ გახდები დიდი და მიხვდები რომ გინდა რომ მეტი შემეძლოს. არა, რატომაც არა. აი ძალიან გთხოვთ საეთეროში ყველგან ბაჩოს ბოლოს სერტიფიკატი უნდა გადავცე დიალოგის, იმიტომ რომ ხო მართალია. ამ შემთხვევაში მე მესმის ხატიასთან სულ კამათობთ ამ თემაზე, რომ მშობელმა უფრო იცის, რომ შენი ხედვა ეგეთია. ხო, მესმის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახე, არის მე ესეთი მიდგომა ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით ბავშვობაში, ინტროექტები. ინტროექტი რა არის? როგორ შენ მე მხედავ, მე ამის ინტროექცირებას ვაკეთებ და შენ როგორაც მე მხედავ, მეც ვიწყებ ჩემი თავის ესე ხედვას. და ეს ინტროექტი, ანუ ეს რაღაცა ნაწილი და წარმოდგენა ჩემზე მე მიკარგავს მე ჩემი შესაძლებლობის უკეთ განვითარების ხო, მაგრამ დროც ხო ძალიან სწრაფად გარბის. საჭირო დრო საჭირო ადგილას უნდა იყო და მგონია რომ ეს დრო რაღაცნაირად ახალგაზრდა რო ხარ და პატარა რო ხარ დრო გეპარება და ხა სხვა შორის
აი ნიკოშას graduation-ი რო ახსენეთ, ერთ-ერთმა პროფესორმა ზუსტად ეს თქვა იქ ბერკლის უნივერსიტეტში, რომ პირველი რაც არის, რომ დრო არ გადადოთ. ახალგაზრდები ხარ და გონია რომ ხვალ იზამ, ხვალ არა, ყველაფერი უნდა გააკეთო დღეს. და ეს იცის მშობელმა თქვა ამას ვამბობ, ეხლა მე მაგალითად ეხლა ნიკოშას ვეუბნები, რომ ესპანური ისწავლე. ნუ ინგლისური იცი საოცრად. ზუსტად ვიცი რომ ძალიან მარტივად ისწავლეს, ეხლა იმიტომ კი არა რომ დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემ შულზე, ეხლა ვიცი მისი დამოკიდებულება ენებისადმი. კი არ ვაკრიტიკებ, მაგრამ მინდა რომ დაიწყოს დღეს, აი არ გადადოს და აი ამას ვამბობ, აი რაღაცა არა, ეგ თავისთავად, ანუ კი რა თქმა უნდა, მე არ გამორიცხავს იმასაც მე ვამბობ. ანუ შენ ის რჩევა, რომელსაც შენ აძლევ, თუ ის თვითონ საბოლოო ჯამში არ მივიდა იმ რაღაცა რჩევის მიღებამდე, რომელშიც თვითონ დარწმუნდა, რომ შეიძლება საჭირო იყოს მისთვის ესპანური, ან უნდოდეს თვითონ სანამ არ მოუნდება თქო ეს, ანუ შენ რაც არ უნდა დააძალო, ხო? შესაბამისად. არა, აძალებ, მაგრამ სულ უნდა ახსენოთ რომ როდის მოუნდება ახლა მაგას ვოლო და როდის მოუნდება მაშინ არის ძალიან მნიშვნელოვანი დავანახოთ ჩვენს შვილებს საჭიროება და არა ის რომ შესაძლებელია და შეიძლება შეუძლიათ ხო ხატია უნდა იყოს მიზანზე ორიენტირებული და თუ მე არ მოყვები სადაც მე უბნები რომ წამოდი იქ კარგია. რა თქმა უნდა ხა ესპანური. ხო, იმიტომ უნდა ესპანური რომ ჯერ ერთი მეცნიერების მათკვლევა დადეს რომ 2046 წლისთვის ყველაზე მეტი ადამიანი ილაპარაკებს ესპანურად ევროპულ ენებზე. მეორეც ერთი სადაც ცხოვრობს კალიფორნიაში მეორე ენა ესპანურია ისედაც და უჭირდება და მესამეც მე მგონია რომ რამდენი ენაც იცი იმდენი ადამიანი. აი ხედავ, ანუ ის არგუმენტები მე ხეხა იმიტომ ვკითხე რომ ეს არგუმენტები მომესმინა. ამ არგუმენტების მოსმენის შემდეგ თუ კი მე ანუ ამ შემთხვევაში ნიკას გაუჩნდება სურვილი რომ ისწავლოს და ამ არგუმენტებით დაინახავს აუცილებლობას და საჭიროებას, მაშინ ისწავლის და შენ თავთანაც მართალი იქნები და მასთანაც. როდესაც მივა იმ დროზე თუ არ ისწავლო რომ წაიტეხავს კი ეს სიტყვი რომ დედა გითხარი. ხო, აი აქ მინდა ძალიან ხაზგასმით თქვა, როდესაც რაღაცას თავაზობთ, ხო? აი ძალიან მარტივია რომ შენი იმის თქმით რომ მოდი ახლა ეს გააკეთე, ანუ ნახე ეს არის სივრცე, სადაც მე არ ყოფილ ვარ, რაც მე არ ვიცი, სადაც მე გამოცდილებაში თავდაჯერებულობა არ მაქვს. ამ სივრცეში შენ მომიპატიჟო არა ჩემი გაუფასურებით, რომ აი ეხა შენ ხო ეხა შენზე არ ვსაუბრობ, ხო არა ადამიანის გაუფასურებით ზოგადად, არამედ ჩემი წარსული გამოცდილების პატივისცემით და ჩემ შესაძლებლობების გაჟღერებ რომ ხედავ ჩემ შესაძლებლობას ამის გაჟღერებით და მე გადაყურებულებით. კი, ზუსტად. შესაბამისად, მოდი ეხა გავსაზღვროთ, აი როგორ უნდა იყოს ჩვენი მხარდაჭერა ეკოლოგიური, ისე რომ კი მოვუთი, აი ეს არ გამორიცხავს ეხა ჩვენი დღევანდელი საუბარი არ გამორიცხავს იმას, რომ გეზი რაღაცით შუქურასავით უნდა გავუნათოთ, რომ იქ ესპანური იქნება თუ იქ რაღაცა ევროპული ენებთან ერთად აზიური ენების საჭიროებაც რომ ვიცოდეთ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამის მიწოდება ჩვენ გვჭირდება როგორ, ხო, რომ თვითკრიტიკაში არ გადავიდეს მე, იმიტომ რომ ეს ინტერიორიზირებული ინტროექტი, რომელიც მე ვარ, იმდენად შემესის ხორცება ხოლმე ბავშვობაში, რომ ამისგან განცალკავება გვიჭირს ადამიანებს. ნიკუშას გაუმართლა და შენც ეკოლოგიური და ესეთი რესურსული მშობელი ხარ, მაგრამ სამწუხაროდ მშობელი ვარ მაინც. თუმცა ნახე, მანაც ისწავლა შენთან კომუნიკაცია და საზღვრის დაცვა და ისე რომ ეს მოთხოვნა კი, ეს მოთხოვნა მატარებს. კი, ის ძლიერია და შენ შეგიძლია მისი სიძლიერეზე დაკნობით უფრო მეტად იყო მომთხოვნი, მაგრამ თუ ადამიანს ეს სელფი გამყარებული არ აქვს, ნახე, ამ ზეწოლით უფრო ვაკნინებთ, უფრო სტრესავთ ხოლმე მშობლები და ანუ შეიძლება დამცირებადაც მიიღოს. რა თქმა უნდა. სანამ თუნდაც ნაყოფი, აი რომ სანამ ხედ გადაიქცევა პატარა ჩანასახი სანამ არის, ხო? თუ გარემო მასზე იმაზე მეტად ზემოქმედებს, ვიდრე მას შეუძლია გაძლება, შეიძლება საერთოდ განვითარება შევუზღუდოთ. და სწორედ ამაშია იდეა, რომ კრიტიკა არის გარემოში არსებული რაღაცა, რაც შენში არასწორია, ხო? პირდაპირ დავარქვათ. ანუ კრიტიკის დროს რჩევა სხვა და მაგიტოა, ხო? რჩევის დროს მე გეუბნები, რომ შენ რო გაიზარდო, აი ესე ქენი, ამზე ესე შეხედე, მაგრამ კრიტიკის დროს მე გეუბნები, რომ შენ არ ხარ ის ხის ფორმა, რომელიც შეიძლება რომ იყო და ამ დროს მხარდაჭერასაც არ გაძლევ, როგორ უნდა იყო. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ეს
მხარდამჭერი ვიყოთ. თუნდაც საკუთარი თავის მიმართ ან გარემოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამოდენიმე ეს რეკომენდაცია გავითვალისწინოთ და პირველი არის ის, რომ მოусმინოთ ამ შინაგან კრიტიკოსის ხმას, რა უნდა საერთოდ. რეალურად ის გვიცავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტიკოსი გვიცავს ჩვენ, გვიცავს შერცხვენისგან, გვიცავს დაფეილებისგან, გვიცავს ნეგატიური უკავშირებისგან, გვიცავს სამომავლო რისკებისგან და შენც ნიკუშას დაცვის იდეით ამბობს. ამიტომ, ოღონდ, როდესაც ჩვენ ემოციურები ხდებით, ხო, აი ეს გავაანალიზოთ ემოცია, როდესაც ჩვენ ემოციური ხდებით, ძალიან გვიჭირს რაციონალური კომპონენტის გამოყოფა, აი ამ ხელა ემოციურ ფონში და სად გადის, აი მე როდესაც ემოციური ვარ, მე всё, მეშინია, მორჩა და იქ მე ადეკვატურად ვეღარ ვაზროვნებ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რა ემოცია დგას ამის უკან ეს გავაანალიზოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შინაგან კრიტიკოს მოვუსმინოთ, რა უნდა ჩვენგან, აი რეალურად რას გვთავაზობს ეხლა, რომ ესე იგი ის გვიცავს რაღაცისგან, რისი ეშინია, რისი დანაკლისი აქვს მას. მე როდესაც ჩემ თავს ვაკრიტიკებ, ესე იგი სადაც მე უნდა წავიდე, იქ ჯერ თავდაჯერება მაკლია, იქ ჯერ სიმყარე მაკლია. ამიტომ უნდა წავიდე მოკლედ ამ მიმართულებით. შემდეგ არ განმაზოგადოთ და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე თუ რაღაცა ერთი დაფეილებული გამოცდილება მაქვს, ჩემ პიროვნებაზე მთლიანად არ გამოგონოს სულ ესეთი. ანუ ყველა გამოცდილებაში რომ ეგეთი მაქვს, მხარდაჭერაა ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი თავის, რომ აი ოკეი, ეხლა მე აქ ესე იგი რადგან ვერ მივდივარ, საკუთარ თავს ვერ ვიყოლიებ, ესე იგი რაღაცა მაკლია და უნდა ესე ვთქვათ გავაძლიერო. თავდაჯერებულობა ხო ახლოს არის ამ თემასთან. რა თქმა უნდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტიკოსის ხმა ჩვენი მხარდამჭერ ხმად დავატრანსფორმიროთ, რომ მადლობა რომ ეს მითხარი, მადლობა რომ გამომიშუქე სად ვარ ესე ვთქვათ სუსტი, სად ვარ არათავდაჯერებული და ვიმუშაოთ მე ამ კომპონენტზე. ამიტომ კრიტიკოსის ხმა რეალურად არის ჩვენი დიდი მხარდამჭერი. ძალიან დიდი მადლობა ირმა, მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგ გადაცემს კრიტიკა და შენიშვნა ცნახე, ძალიან მეახლოვება ერთმანეთთან. აი კრიტიკა და შენიშვნა. კი. მოდი შენიშვნას რეკომენდაცია დავარქოთ. კრიტიკა და შენიშვნა სინონიმებია. მე თუ შენიშვნას გაძლევ, კი, მე თუ შენიშვნას გაძლევ, ესე იგი რაღაცას გაკრიტიკებ, მაგრამ რეკომენდაცია არის ის ტრანსფორმაცია, რომ აი ხათი აიცი რა, მარჯვენა აი ესე ფეხი კი არა, პირიქით, ესე ჯობია. ხო, შენ ორნაირად კი ხდება, მაგრამ პრობლემა არ არის. ხო, შესაბამისად მგონია, რომ რეკომენდაციის სახე, როდესაც ფორმა, კი ბატონო, ეძლევა რაღაცა კრიტიკას. ის უკვე რეკომენდაცია და არ არის კრიტიკა და შესაბამისად მოტივაციასაც გაძლევს იმისას, რომ მე მაგალითად ვიცხოვრებო დედაჩემი მეუბნებოდა, რომ დედა, შენ სულ პატარა ქუსლი უნდა გეცვას. და სულ გაცვია. და სულ მაცვია გავიცვალე. რაღაცნაირად კოდირებულია. კი ბატონო. არ ვიცი, კრიტიკა იყო, შენიშვნა იყო თუ რეკომენდაცია, თქვა რომ შენ არა გაქვს ის სიმაღლე, რომელიც უქუსლუց მოძრაობის საშუალებას მოგცემს. პატარა ქუსლი ყოველთვის უნდა თან გზდებით. ძალიან საინტერესო. მადლობა ირმა, მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით. ძალიან საინტერესო თემა იყო და კიდე შეიძლება ძალიან დიდ ხანს გავშალოთ ეს თემა, მაგრამ ჩვენ გავშალოთ ჩვენთვის. კი ბატონო, მაშინ გავუშვათ რეკლამა და რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ასე რომ არ გადაართოთ დაგველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, ბაჩო ქაჯაიასთან და ხატია შემოგვიესთან ერთად და ხატიას ტოპ 5 ამბების დროც დადგა და აბა როგორ დამაკლდა რომ იცოდე შენ წინა. ხო ჩამორჩი მსოფლიოს სიახლეებს ის ერთი კვირა. კი გქონდა, მაგრამ შენგან დამაკლდა. აი ეს რაღაცა ის გაკლდა ხო? რა გაგვიმზადე, რა მოგვიმზადე დღეს? ხოჭერს მოდა ცოტა ისეთი ოვერდოზი გქონდა შენ და მოდა ცოტა გამოვაკელი პატარა მოდის დეტალი არის ბოლოსთვის შემოვიდა. მაინც არ დამტოვე მოდის გარეშე. არ დაგტოვე, ხო ვიცი რომ შენ და მოდა განუყოფელი ნაწილი ხართ, მაგრამ ისეთი საინტერესო ამბები მოგიტანე, რაც შენს და მაყურებელსაც ძალიან დაინტერესებს და ესე იგი, ყველა მიცის უკვე და ვთქვით რომ ძალიან დატვირთული წინაკვირა მქონდა მთელი 10 დღე, რადგან ნიკუშას graduation-თან დაკავშირებით გახდი იქა, deep stage-ში გახდი სან-ფრანცისკოში ჩემო ბაჩო. და სხვა ჩემთვის მართლა
დამყოფი ვარ მე კალიფორნიაში, მაგრამ ამ ქალაქში არ ვიყავი დამყოფი და მართლაც დაშოკილი დავბრუნდი, ძალიან მომეწონა, ულამაზესი ქალაქია, რაღაც საოცარი არქიტექტურით და საოცარი ტექნოლოგიებით და მოგზაურების ეს აი რობოტაქსებზე რომ ტვინი წავიღე და მთელი 3 დღე რომ ვერ გადავწყვიტე, უნდა ჩამჯდარი ვიყავი თუ არა ჩამჯდარი ვიყავი ტაქსში და რა. იცი ძალიან უცნაური იყო, ნუ ამბობენ რომ დუბაიშიც არისო, ანუ აბუდაბიშიც არისო და იაპონიაშიც და მე აბუდაბიში ხა ეს 2 წელია არ ყოფილი ვარ. იაპონიაში საერთოდ არ ვარ ნამყოფი და ჩემთვის იყო რაღაცა მართლა ფილმის პერსონაჟად წარმოვიდგინე თავი, ჯერ რომ დავინახე რომ უცებ მოდის სარიელი მანქანა და ზრული ტრიალებს და რაღაც სხვანაირია, რა იმიხვდები, ანუ გაარჩევ სხვა მანქანებისგან, თან ძალიან კარგი ბრენდის ავტომობილი ბრენდებს ვარ ვასახელებთ, ხო იცი? ის რო არის ხო იცი? კი, ვიცი, მე. ცხოველთაგანი რო აქვს დახატული. მე მივხვდი რომ უსაფრთხოა ახლა იქ ასე კიდევ უფრო უსაფრთხო ვიდრე შეიძლება ადამიანმა მართოს. ადამიანმა მართოს განსაკუთრებით ალბათ ჩვენ ქვეყანაში როგორც მართავთ ხოლმე. ალბათ ჩვენთან ძალიან რთული იქნება ამ ტექნოლოგიის შემოტანა, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ადეკვატურები. ან სრულად ტექნოლოგიური უნდა იყოს უფრო ბაჩო, 3 დღე ვფიქრობდი რომ ჩავჯდე თუ არ ჩავჯდე. მე რომ მივხვდი რომ ადამიანები ძალიან ბევრი ჯდებიან თან მინდოდა რომ ეს რაღაცა თავგადასავალი და გამოცდილებაც მქონოდა და თან ხო იცი ცოტა ამბიციებიც მოგდა მინდოდა რომ ერთ-ერთი პირველი მყოფილიყავი თბილისში ვინც ამ ვიდეოს დადებდა და სან-ფრანცისკოში მაინც პირველი ქართველი მყოფილიყავი ვინც ამით გაისეირნა და მართლა საოცარი გამოცდილება იყო მაინც ვერ გადავეჩვი იმიტომ რომ მეგონა რომ მძღოლიზის და რომ ჩავჯექი ვიდეოშიც ჩანს რომ hello ვიძახი ვისეუბნები არ ვიცი და აი საოცრება ეს პედლებიც რო ესე თავისით მოძრაობს ეს სრული და უსაფრთხოზე უსაფრთხო არის. აი როგორ სენსორებით როგორ იცავს იცი ამ დისტანციას. მე მაინტერესებს 2 დიპლომი თუ ქონდა. 2 დიპლომ გამონაცვალი უჩინო მაჩინი იყო ხონდი, იმიტომ რომ ნამდვილად არ ჩენდა და არ ჩანდა და ნუ ფაქტიურად მოკლედ შვიდობიანად კარგია თქვათა შორის და შვიდობიანად იმძორე მიგიყვანა დანიშნულების ადგილზე და ძალიან მიმიყვანა კომფორტულად მიმიყვანა თან გვესაუბრებოდა გოგონა მანქანაში ავტომობილში და თან როგორც აღვნიშნე ვიდეოში საერთოდ არ დადის ნელა ირო გოგონია რომ ძალიან ნელა მიბობღავს და ძალიან ზომიერი სიჩქარე და ძალიან უსაფრთხოდ ასე რომ რო წახვალ იქ აუცილებლად მოგზაურებ. ეხლა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ. წლების წინ მილიონობით ადამიანი, რომლებიც დევნას, ომს და სიღარიბისგან გაქცევას ცდილობდა, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის ნავსადგურში გემზე ავიდა და ახალი ცხოვრების დასაწყებად დაიწყეს მოგზაურობა. ატლანტიკის ოკეანის გადაკვეთის გზებს დაადგნენ ეს ადამიანები და დღეს ამ ადგილას, საიდანაც ადამიანები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, ფენიქსის ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის თავმჯდომარე ამბობს, რომ მუზეუმში არის ნივთების ნაზავი, მაღალი ხელოვნება, პოპკულტურა, პირადი ნივთები, კინოკადრები, ფოტოგრაფია, კერამიკა და ყველაფერი ერთად როგორც სიმფონია. მუზეუმში წარმოდგენილია მე-16 საუკუნის მოგზაური მხატვრის ჰანს ჰილბაინ უმცროსის ნამუშევრები. ასევე ჰოლანდიელი აბსტრაქციონისტის ვილემ დე კუნინგის ნამუშევრებიც, რომლებიც სწორედ როტერდამიდან ემიგრირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დამთვალიერებელი ასევე იხილავს 2019 წლის ქანდაკებას სახელწოდებით კოსმოსური ტოვილი. ფენიქსის არქიტექტორი, რომელიც პეკინის არქიტექტურულ სტუდიას მათ წარმოადგენს, ამბობს, რომ შენობის შუაში არსებული ორმაგი ხვეული კიბე ფოლადის კედლებით და გემის იატაკივით ხის ზოლებით ემიგრანტის გამოცდილების მეტაფორაა. და რომ მუზეუმი იმედის შესახებაც არის, ამბობს ეიბეხი, რადგან ყველა ლტოლვის და ემიგრანტს ერთი რამ აერთიანებს, ეს არის უკეთესი მომავლის იმედი და აქვე დავწერენ, რომ არა მარტო ლტოლვს და არა მარტო ემიგრანტს ყველას უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც უკეთესი მომავალი აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ ეს უამრავი ადამიანის უმრავლესობის სურვილი და ოცნებაა და ოცნებები აუცილებლად სრულდება. გადავიდეთ საფრანგეთში, გინდა ევროპას არ ავწეთ, ამერიკა, ევროპა და ეს ქვეყნები მოვიარეთ. საფრანგეთში, ჩემო ბაჭო,
ჯიმ მორისონის დიდი ხნის დაკარგული ბიუსტი იპოვეს. ქანდაკება 1998 წელს გაუჩინარდა და 37 წლის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ სრულიად შემთხვევით, როცა ისინი სრულიად სხვა საქმეს იძიებდნენ, გადააწყდნენ და დორსის ფრონტმენის ქანდაკებას, რომელიც პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე იდგა წლების წინ. მომღერლის ძეგლი მრავალი წლის განმავლობაში ნახვალებსაც იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და გულშემატკივრები მიდიოდნენ, იღებენ ფოტოებს, როგორც ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას განსაკუთრებით მისი ამ არტისტის მომღერლის გულშემატკივრები და ხშირად მიჰქონდათ ყვავილები, სასმელები, ადამიანები უვლიდნენ, ერთობოდნენ და ალამაზებდნენ იქაურობას. ბიუსტის დადგმიდან 7 წლის შემდეგ ის უკან გაქრა. საჭირო იყო 128 კილოგრამიანი ქანდაკების გაქრობა, როცა საფლავის ტერიტორია სპეციალური დარაჯი ყავდა და იცავდა, დაცული იყო და გამოყოფილი იყო ამაზე ადამიანი და ასევე საჭირო იყო 27 წლის მორისონის უეცარის გარდაცვალებაც ეს ყველა ვიცი. მორისონის ფანები პოლიციის მიერ არაჩვეულებრივ აღმოჩენად შერაცხულ ამბავს უკვე ზეიმობენ კიდევაც, თუმცა ჯერ უცნობია დაუბრუნდება თუ არა ბიუსტი მომღერლის საფლავს. კურატორმა ბენუა გალომ ფრანგულ გამოცემა La Figaro-ს განუცხადა, რომ პოლიცია ჯერ არ დაკავშირებიათ და არ იციან დაუბრუნდება თუ არა ქანდაკება თავის ადგილს, მაგრამ მე ვიმედოვნებ და მორისონის ფანებსაც მინდა რომ დაგამშვიდოთ და ესე პოზიტიურად დავასრულო ეს ინფორმაცია, რომ დარწმუნებული ვარ, ალბათ აუცილებლად დაბრუნდება ბიუსტი იმ ადგილზე, სადაც 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. დღევანდელ ხუთეულში არც ერთი ამბავი არ მაქვს მოდის ინდუსტრიაზე გითხარი მე შენ, მაგრამ მოდა და მოდელი მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან, ჩემო ბაჭო და ვითომ თვალი ავარიდე, თავი ავარიდე, მაგრამ მაინც მინდა გითხრა, რომ თვალზე უნდა მოგიყვე ჩემო საყვარელო და მე მოდაზეც გადავალ, ასე არ დაგტოვებ. ესე იგი, ჩინელმა მეცნიერებმა ღამის ხედვის კონტაქტური ლინზა შექმნეს, რომელიც მათი თქმით ადამიანების მხედველობის უნარს მიანიჭებს ღამის განმავლობაში და მაშინ მიკრონაწილაკებია, რომლებიც დაბალი სიხშირის სინათლესთან დგავენ, შემდეგ კი მათ ხილული სპექტრის ტალღებად გარდაქმნიან. შედეგად ლინზების მქონე ადამიანი ინფრაწითელ სპექტრში ხედავს, რაც ჩვეულებრივ ჩვენს თვალებს არ შეუძლია. ვარაუდობენ, რომ ეს დალტონიზმის მქონე ადამიანების ფერების დანახვაშიც კი დაეხმარება და ესეთი კარგი ამბავი და კარგი ტექნოლოგიურ სამედიცინო ამბავი არის, მათთვის ვისაც ეს პრობლემა აქვს, ჩემო ბაჭო და ღამეც ძალიან კარგად დაინახავენ და თვალი მოდა მოდელი, ჩემო ბაჭო და ბოლოს მშვენიერესი ქალი პანტერა, შავი პანტერა და ალბათ რა ვიცი, მოდელის სიმბოლო სახლი უნდა დაგათვალიერებიოთ. და მივხვდი ალბათ ვიზია საუბარი, როცა შავი პანტერა ვახსენე. ნაომი კემბელის სახს მინდა გადავალოთ ახლა ყველამ ერთად თვალი, რომელიც აფრიკაში კი კერძოდ კენიაში ჰქონია თურმე. სუპერმოდელმა გადაწყვიტა, რომ Ad მაგაზინისთვის საკუთარი სახლის ფოტოები გაეზიარებინა და ამბობს, რომ კენიაში არ ცხოვრობს, თუმცა შვებულების გასატარებლად იქ ძალიან ხშირად ჩადის. კითხვის და საკუთარ თავთან მარტო ყოფნისთვის იდეალური გარემოა, ანუ თვითონ ასე აღნიშნავს მოდელი. როგორც ცნობილია, კემბელს ეს ვილა 20 წელზე მეტია უკვე აქვს. სხვა შორის ავეჯის უმეტესობა კენიაში ყოფილა დამზადებული. ეტყობა, რომ სუპერმოდელი ადგილობრივ კულტურას და შემოქმედებას მხარს უჭერს და შესაბამისად მის სახლში ავეჯით სხვა ნივთები, სწორედ რომ კენიურია, ანუ კენიური წარმოშობისაა და აგერ ახლა ხედავს მაყურებელი და ჩვენც ხედავთ, როგორი ეგზოტიკაა და როგორი სილამაზეა და როგორი გემოვნებით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. რამდენიმე წლის წინ ნაომი კენიის ტურიზმის ელჩიც კი გახდა და სუპერმოდელი არა მხოლოდ ცნობილ მეგობრებს და კოლეგებს იწვევს თავის ვილაში, არამედ ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს აცნობს მსოფლიოს. და ხშირად წამეკითხავს, რომ ნაომის განსაკუთრებული სიყვარული აფრიკის მიმართ აქვს და ძალიან გამიხარდა, რომ გავრცელდა მისი სახლის სურათები, რომელიც მართლაც შთამბეჭდავია, ძალიან გემოვნებიანია და მე მგონია, რომ ბევრისთვის მაგალითიც არის. ნამდვილად ასეა ულამაზესი ვილა. იცი რა, არ გამოვრიცხავ, რომ ერთხელაც ამ ვილიდან სელფები ავაშრიალოთ. სოციალებს, ну შესაძ მე თუ ავაშრიალებ, თორე შენ დიდად შენს ფოტოებს არ აშრიალებ სოციალებს. ძალიან დიდი მადლობა ხატია ამ ტოპ 5 ამბისთვის.
კმაყოფილი ხარ. კი, შემდეგ შაბათს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით და ასე ვთქვათ, სურვილით დაველოდები, რომ კიდევ ახალი ამბები გაგვაცნო და გააცნო ჩვენ ზურგს. თვალსაჩიერიც უფრო გაიდიდრე, ხო? დიახ, ჩვენ ზურგს ტელემაყურებელს და ახლა რა თქმა უნდა, სპორტული ამბების დროც დადგა, რომელსაც რა თქმა უნდა, ასევე ტრადიციულად გიორგი დარჯანია წარმოგვიდგენს. გიორგი, დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. კარგად. მიხარდა თქვენი ნახვა. ხარია კალიფორნიიდან ძალიან განსაკუთრებით მომეწონა ის ორდიპლომიანი რობოტი ტაქსისტებს. უნდა გამოგიტყდე გიო. დიახ. უნდა გაგიცრო იმედები. სხვანაირი დაგიბრუნდი. მართლა? კი. კარგი რა. კალათბურთს გულშემატკივრობთ, იცი? ძალიან მაგარია. მე ვარ NBA-ის ორ თამაშზე ნამყოფი და აი ეგეთი შთაბეჭდილება მე აი არ მიმიღია არანაირი შეჯიბრისგან. ნუ ბუნებრივია ახლა საქართველოს ნაკრების რაღაც საევროპო თამაშებს თუ არ ჩავთვლით, იმიტომ რომ სული თამაშიც ყარდება, ისეთი შოუა დადგმული, რომ შეუძლებელია თვალი მოწყვიტო. ხო და თან ეხლა ხომ მიმდინარეობს ჩემპიონატი, რომ ჩემი შვილი არის ნიუ-იორკის გუნდის გულშემატკივარი, რომელიც გუშინ წინ თამაშობდა და ამას დამასწორდა. ნამყოფი ვარ მედისონ სკვერ გარდენში ნიუ-იორკის თამაშზე. ხო და კალათბურთი უფრო რაღაც აღმატებით ხარისხში მომეჩვენა კალიფორნიაში, ვიდრე ფეხბურთი. ფეხბურთი არ არის ისეთი პოპულარული და ამიტომ ცოტა კალათბურთს ელემენტარულად იმდენი გუნდი ყავს NBA-ში. რამე კალიფორნიასაც ხო ყავს, მაგრამ ნუ ჩვენ ნიუ-იორკს გულშემატკივრობდით, ამიტომ აი უცნაურია, ცი სხვათა შორის. ხო. სხვათა შორის შენი შვილი ბერკლიში სწავლობდა, ხო? და შენგან გავიგე რომ დიდი მადლობა რომ შენ ეხლა უკეთეს რაღაცებს გაიგებ ბერკლის უნივერსიტეტზე სპორტული კუთხით უკვე. აი წარმოიდგინე საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული 1952 წელს გავიდნენ ჩვენი სპორტსმენები პირველად ოლიმპიადაზე. აი იქიდან მოყოლებული დღემდე ყავს სულ 37 ოლიმპიური ჩემპიონი, რომლებსაც 53 ჯამში ოქროს მედალი აქვს აღებული. სხვადასხვა ხო, აი მთელი ისტორიის განმავლობაში. ხოლოდ ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტებს მოგებული აქვს, როგორ ფიქრობ, რამდენი? 121 ოლიმპიური ოქრო. რას ყვები? წარმოიდგინე, მხოლოდ ამ ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს. იმიტომ რომ საუკუნეების აი უბრალოდ უნივერსიტეტი. წარმოუდგენელი რიცხვია და ეს პირველ რიგში იმას გრიგორი პეკიც სწავლობდაო შენ მითხარი და ოპენჰაიმერი მუშაობდა იქ ატომური ბომბი იქ გამოიგონა იმ ოთახებში სხვადასხვა. ანუ ესე თქვა მინდა რომ სტუდენტური სპორტი რა დონეზე ყავთ აყვანილი ამერიკაში რომ ეს ძალიან ბევრი ბენეფიტები აქვს სტუდენტს რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობით არის დაკავებული. თქვი ეს 121 ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში აქ არ ვანგარიშობ იქ ამერიკულ ფეხბურთში რამდენი ვარსკვლავი ყავთ ბეისბოლის რამდენი ვარსკვლავი ყავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოკლედ აი ასეთი ამბები ხდება ამერიკაში და გითხრა მე ხო ეხლა ჩამოფრინდი ამ დილას და ჩემთან ერთად მოფრინდა და რაგბის გუნდი რომლებსაც მოუგიათ თურმე შვენიერი ძალიან კარგი მიხარია ეხლა ჩვენ მოდი გადავიდეთ ევროპაში მე ვთქვათ ამ კვირის ისეთი მნიშვნელოვანი ქართველებისთვის მნიშვნელოვანი ორი ამბავი უკავშირდება გიორგი მამარდაშვილს. ერთი ამბავი არის ის, რომ ნუ სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება და ამ კვირაში ვალენსიამ, სადაც გიორგი თამაშობს, ჩაატარა ბოლო საშინაო მატჩი ამ სეზონში და მოგეხსენებათ, რომ გიორგი ემშვიდობება გუნდს და ჰქონდა ძალიან ისეთი ემოციური გამომშვიდობება ჰქონდათ ვალენსიელებს, იყო ბევრი ტაში, იყო რაღაცა სევდა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კი, ძალიან ისეთი გულიანი გამომშვიდობება ჰქონდა და სრულიად ბუნებრივიც არის იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი რამდენიმე წლის წინ ვალენსიაში ჩავიდა როგორც მეოთხე მეკარე და მეოთხე მეკარე ახლა გულახდილად რო ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ შანსი წესით არ უნდა ჰქონდეს არასოდეს და ვალენსიადან მოდის მსოფლიო დონის მეკარედ. რომელიც ნებისმიერი გამოკითხვით გიორგი სოფლიოს ტოპ 10 მეკარეში დღეს ულაპარაკოდ შედის. აი ამ სიმაღლეს მიაღწია ამ ბიჭმა. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ამ კვირაში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლითაც 2024 წლის საუკეთესო არაფეხბურთელო და არამედ სპორტსმენად დავასახელეთ გიორგი მამარდაშვილი. სრულიად სპორტსმენად. დიახ, აი ეს არის გამოკითხვის შედეგები. პირველი ნომერი მამარდაშვილი, მეორე ბექაური, მესამე ტალახაძე და მერე მოყვება ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ამ გამოკითხვაში 2024 წელი მოგეხსენებათ იყო ოლიმპიური წელი და აქამდე არ მომხდარა არასოდეს რომ ოლიმპიურ წელს როდესაც საქართველოს ყავს ოლიმპიური ჩემპიონები ვიღაცა იგებს ოლიმპიურ ოქროს არა ოლიმპიური ჩემპიონი დაგვესახელებინა საუკეთესო სპორტსმენად წლის არამედ მაგალითად როგორც ამ შემთხვევაში ფეხბურთელი. ანუ ეს კიდევ
კარგად აღწერს იმას, რამხელა გავლენა იქონია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ და რაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გიორგი მამარდაშვილმა და ეს გამოკითხვა კიდე ერთ ასეთ საინტერესო ფაქტს ვიტყვი, ტარდება უკვე 61 წელია, ძალიან 60-იანი წლებიდან ტარდება და აქამდე 4-ჯერ მოხდა სულ რომ ფეხბურთელი დაასახელეს პირველ ნომრად. თან რა ფეხბურთელები ახლა ჩამოვთვლი? სლავა მეტრეველი, მურთას ხურცილავა, რამაზ შენგელია და ბოლო იყო ხვიჩა კვარაცხელია და აი მამარდა აი ამ საოცარ კამპანიას შეუერთდა ამ კვირაში და ეს ჯილდო წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვალენსიაში ჩაუტანეს ჩვენი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ბიძინა ბარათაშვილმა და საკუთარი ხელით გადასცეს და ჩააბარეს და ეხლა სწორედ მე როგორც ვიცი კავშირზე გვყავს ბიძინა ბარათაშვილი და თვითონ უფრო დეტალურად და კარგად მოგვიყვება ამ ამბებს. ბიძინა გამარჯობა, როგორ ახარ? მაყურებელს ვეტყვი რომ შენ გვიერთდები ეხლა სტოკჰოლმიდან, ხო? შვედეთში ხარ, იმყოფები სოფლიოს ჩემპიონატზე ჰოკეიში, სადაც შვედებმა ძალიან შენ შვედეთს გულშემატკივრობ, როგორც ვიცი და გაგახარეს ჩეხეთი რომ დაამარცხეს მეოთხედ ფინალში. ვალენსიაში ცოტა გავიწყოთ იმით რომ ხატია ბიძინას ამ კვირის მოგზაურობა დაიწყო ვალენსიით. მამარდას ჩაუტანა ეს ჯილდო, შემდეგ გადავიდა ბილბაოში, დაესწრო ევროპა ლიგის ფინალს და ეხლა არის შვედეთში ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატზე. კარგი, ბიძინა მამარდას გამარჯვება ამ გამოკითხვაში. რამდენად ლოგიკური იყო, რამდენად გაგიკვირდა თუ არ გაგიკვირდა, მოდი ასე კითხავ პირდაპირ. რა, გაკვირებით, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ გამიკვირდა, იმიტომ რომ შენ თვითონაც ახსენე, რომ ამის პრეცედენტი არ არსებობს, ოლიმპიურ წელს როგორც წესი, მით უმეტეს როცა ყავს ოლიმპიური ჩემპიონები, იმარჯვებდნენ ხოლმე აქამდე სწორედ ისინი, ვისაც ოქრო ერგო ამა თუ იმ ოლიმპიურ თამაშებზე. მაგრამ მეორე მომენტი არის ის, რომ აქამდე არ ქონია ფეხბურთი სპორტის ნომერი პირველი სახეობაა, როგორც კიდე ისე გაიგოს, ნურავს მიეწინება ეს, იმიტომ რომ ფაქტია და საქართველოს ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და პლუს კიდე ჯგუფიდან გასვლა იყო ალბათ ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. შესაბამისად, ამ მოვლენაში ლომის წილის დამდები გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც პლუს ტურნირის ამ კონკრეტული ტურნირის სარეკორდო მაჩვენებელი დადო მოგერებული ბურთების რაოდენობით და ლამის გაუსწორდა საერთოდ ევროპის ჩემპიონატებზე ერთ მატჩი მოგერებული ბურთების მაჩვენებელს, ხო, სარეკორდო მაჩვენებელს. ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი ნომინანტი მაინც მინიმუმ იქნებოდა. ნუ პლუს ხა იცი რა არ არსებობს გამოკითხვა, რომელსაც ვიღაცა ალბათ ყველა ეთანხმება და თქო ვიღაცა შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს და ამის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, მაგრამ ჩემთვის პირადად საკმაოდ ლოგიკური იყო ის რაც მოხდა. შენ თვითონაც აღნიშნე, რომ გიორგი არის მინიმუმ ათეულის საუკეთესო ათეულის მეკარე დღეს მსოფლიოში და ამის დასტური იყო ისიც, რომ მან მონაწილეობა მიიღო ასევე წლევანდელ ოქროს ბურთის გათამაშებაში, სადაც იაშინის პრიზი ცალკე გადაეცემა საუკეთესო მეკარე და იქაც იყო ის საუკეთესოთა შორის დასახელებული. შესაბამისად, არაფერი განსაკუთრებით გასაკვირი მე ამაში ამი ვერ ხედავ ვერაფერ განსაკუთრებულ გასაკვირს. მით უმეტეს ის 40 მილიონად შეიძინა ლივერპულმა, რაც ასევე პრაქტიკულად სარეკორდო ნიშნულია ყოველთვის ქართველი ფეხბურთელებისთვის და აი შენ ჩამოთვალე ხა ისეთი კორიფეები ამ თამაშის, რომლებიც დაჯილდოვდნენ აქამდე წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულით და ალბათ მოხდებოდა ყურში მაყურებელს, რომ აქ არ იყვნენ დასახელებული არც დავით ყიფიანი, არც ალექსანდრე ჩივაძე, არც ვოვო გუცაევი, არც მიხეილ მესხი. ანუ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა ეს პრიზი გაიცემა, ესენი თამაშობდნენ აი ეს ბუმბერაზები და მათ რამ განაპირობა ეს ტრანსფერის. შესაბამისად, ეს ამით მინდა მე თვითონ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი იმისი თუ რამხელა წარმატება ეს გიორგი. თვითონ შეხვედრა
ჩაიარა ძალიან ესეთ მეგობრულ ბუნებრივია და თბილ ატმოსფეროში ესწრებოდა ასევე გიორგი ხოჩორაშვილი, რომელიც მოგესწრებათ ასევე ვალენსიაში ცხოვრობს და ის რა საინტერესოა, რომ ორივე ქართველი ტოვებს ახლა უკვე ვალენსიას, ერთი მიდის ლისაბონში და მამარდა სად მიდის? ვიცით რომ ლივერპულში როგორ ფიქრობ, ლივერპულში წავა თუ ლივერპული კიდე სადმე სხვაგან გაუშვებს? იცი რა, თვითონ არის აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ იბრძოლებს ძირითადში დამკვიდრებისთვის და მე ვერაფერს ვერ ხედავ ამის საწინააღმდეგოს, იმიტომ რომ ის ვალენსიაში ჩავიდა როგორც მეორე გუნდის სავარაუდო, იქაც სათადარიგო მეკარე. პირველი მეკარე კი არა, მეორე გუნდის სათადარიგო მეკარეთ მიდიოდა და ხო, ანუ რო დავითვალოთ მეოთხე მეკარეთ ჩავიდა. კი, მეოთხე მეკარეთ ჩავიდა, შეიძლება მეხუთედაც. მათ შორის აი მისი გამომშვიდობება დაემთხვა ასევე ხაუმე დომენეკი საერთოდ წავიდა სპორტიდან და ეს არის ის მეკარე, რომელიც მეორე მეკარე იყო, როცა ჩავიდა გიორგი ვალენსიაში და ფაქტიურად მისი წასვლა დიდწილად საერთოდ ფეხბურთიდან დიდწილად განაპირობებულად გიორგის აი ესეთმა წარმატებულმა ასპარეზობამ, იმიტომ რომ ფაქტიურად იმას თამაშის საშუალება არ ეძლეოდა ბოლო წლების მანძილზე. კი ძალიან თბილად ერთად ემშვიდობებოდნენ პუბლიკას, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა დომენეკს ის კარიერას დიდად არ დახმარებია იქ გიორგის ჩასვლა. ამ შეხვედრას ესწრებოდით ჩვენ, იქ იყო საბა საპანაძე ჩამოსული, ასევე თავისი ვოიაჟის ერთ-ერთ პუნქტად მოგესწრებათ ეს ახალგაზრდა კოლეგა ჩვენ ახევარია ძალიან საინტერესო ვიდეოები აქვს სხვათა შორის საბას. ჩვენ ახევარია დადის ევროპაში ყველგან იყო ფაქტიურად. მე იქიდან წავედი, მე როგორც შენ აღნიშნე უკვე ბილბაოში და ნახე ევროპა ლიგის ფინალი. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ინგლისელები ძალიან კარგად გერიან. ჩაგეჭრები ბიძინა ბოდის გიხდი. აი ეს თვითონ ის ფაქტი, რომ ამხელა ევროტურნირის ფინალში გავიდნენ გუნდები, რომლებიც თავიანთ ჩემპიონატში სადღაც გასავარდ ზონასთან ტრიალებდნენ. ერთი მე-16 ადგილზე იყო იმ მომენტში, ფინალის მომენტში და მეორე მე-17 ადგილზე. კი ბატონო. მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი. წარმოიდგინეთ, პრემიერ ლიგის ხატია ეს ცხრილი, მანჩესტერი არის მე-16 ადგილზე, ტოტენჰემი არის მე-17 ადგილზე და მე-18 ადგილი უკვე ვარდება. ხო, მაგრამ პრემიერ ლიგაა. ხო, და აი ზუსტად ეგ მინდა რომ ვკითხო ბიძინას, რომ აი ამაშიც არის რაღაცა უცნაურობა თუ ეს როგორც ხატია მახსენა პრემიერ ლიგაში სულ სხვა დონეა და ყველაფერი მოსულა. არა, მე არ მგონია რომ პრემიერ ლიგაში ასეთ დონეა რომ მე-18 გუნდი. იცი, ეს არის მანჩესტერი და ეს არის ტოტენჰემი. ისინი შუა გზაზე მიხვდნენ რომ ვერ შეწდებოდნენ ვერანაირ საჩემპიონთა ლიგო საგზურს, სხვაგვარად თუ არ მოიგებდნენ რომელიღაცა თქვათ მეორე ან მესამე ტურნირს, იმიტომ რომ მესამე ტურნირზეც ეგრეთ ჩელსია გასული ფინალში, ხო? და როსლავში მივდივარ მე აქედან და იქაც უნდა დავესწრო მისი და ბეტისის ფინალურ შეხვედრას. იცი რა, მე არ მგონია ეს. მე გავიწყე იმით რომ ინგლისელები ძალიან კარგად ღერიან მე კიდე ფეხბურთს ბევრად უარესად თამაშობენ ვიდრე მოდი. ხოსპეტი ამ ფინალის მიხედვით ესეც შაბეჟერა შეერთა. და ის რომ მე-17 და მე-18 ადგილზე კი არა, მე-16 მე-17 ადგილზე არიან მანჩესტერი და ფაქტ შეხვედრასაც ეთყობოდა. აჰა. ასე რომ ამ მიყვარს იცის მაგრამ თვითონ მაგრამ რა ვქეთ, ცოტა უნდა გავაწბილო. მე არ მგონია რომ და ამდენად აღემატება სხვას რო ეხება თუ არა მაგათი მე-16 და მე-17. ნუ იცი რა, ფაქტია რომ აგერ ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი რა ქვია PSG-ში დანაყა ქვასანახში გაცილებით უფრო მაღალად. კი, ყველა ლიდერი, აბსოლუტურად ყველა ლიდერი დაამარცხა. ხო, მაშინ ესეც ვთქვა, ხო? მაშინ რა გამოდის ფრანგული ლიგა კიდევ უფრო ძლიერი ყოფილა. ხო, იმა ყველას მოუგოდა. ბატონო ის არის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეგ. კეთილი, მაინც ისევ ვკითხავ ბიძინა მამარდაშვილზე. რაღაც ისეთ მიჩუმებულები არიან, თითქოს არ არის, იცი, არავის უთქვამს, რომ რაღაც აი მამარდა მოდის ჩვენთან და პირველი მეკარი ან რაღაც სიჩუმეა თითქოს ლივერპულის ფრონტზე და რაღაც ემზადებიან, რომ შეიძლება სხვაგან გაუშვან? იცი რა, რა თქმა უნდა ამის ალბათობა ყოველთვის არსებობს. დიდ გუნდებში, მაგრამ მეორე მომენტია, მე კიდევ ერთხელ ხალხს გავუშვებ, 40 მილიონიანი
კონტრაქტები ტყუილა არ ფორმდება. ეს არ არის, თქვათ, არაბული ან რაღაცა თქვათ ისეთი ძალიან ფულის ტომრების მიერ გაკეთებული ტრანსფერი, ხო? ლივერპული არ არის ეს გუნდი, რომელიც ყველაყრის ფულს ადბე და მე თავისუფალ ხო, ბუნებრივია ის ფულის გადამხდელი იკითხავს, რომ რაში გადამახტევინეთ 40 მილიონი თუ არ ათამაშებთ ადამიანს. არის გაიჟღერა იქ ბორნმუთის ვარიანტა რამდენიმეჯერ კიდე სხვა გუნდების დაასახელეს და შესაძლებელია. კი ბატონო, ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება რომ ერთი წელი განაქორონ, იმიტომ რომ თქვა უფრო მიეჩვიოს პრემიერ ლიგურ თუმცა ნიმზიდვენი იქნება მაგალითად იგივე ბორნმუთის ვარიანტი ჩვენთვის? იცი რა, მე მაინც მგონია რომ ის მოახერხებს ლივერპულში თავისი ადგილის პოვნას. გავიგე რომ ალისონი ძალიან კარგი მეკარია და ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ ჩავარდნები მასაც აქვს და თქვათ როცა გიორგი მიდიოდა ვალენსიაში მე ხა დომენეკი კი ვახსენე, რომელიც თქვათ მარტო იმიტომ გამახსენდა რომ ფეხბურთსავი დაანება იმ დღეს, მაგრამ იქ იყო სილესენი, ხო? არ დაგვაუცას, იქ იყო სილესენი ბარსელონაში ნაცახვები, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მეკარე და ის ამოაგდო შემადგენლობიდან ამის იმასაც თავდაანებებია ფეხბურთისთვის გიორგიმ, ასე რომ მარტო დომენეკის მომენტი არ არის ეს, ხო? ანუ მას შეუძლია ის არის მებრძოლი თავის ხასიათით. როგორც უკვე თქვა, ახლა ბინას ეძებს იქ და მანქანად შეუძენია მგონი. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია და ფაქტობრივად პირდაპირ მინიშნება ბინას როკიდილო ლივერპულში უკვე მინიშნებაა რომ იქ დაფუძნებას აპირებ. მისი განწყობა არის ასეთი, ახლა მე მისი კარიერისთვის რა აღმოჩნდება უკეთესი დაუშვათ თუ შეატყო რომ შეიძლება სათადარიგოს კამზე მოუწიოს დიდხანს ყოფნა, რა თქმა უნდა. ბიძინა, ბარე ბოლოს მითხარი დღეს არის, სადაც ხარ ახლა შენ შვედეთში, შვედეთი ამერიკის ნახევარფინალი ალბათ სასწაული თამაში იქნება. შენ შვედეთს გულ შემატკივრობ, ხო? მე შვედეთს გულ შემატკივრობ, ინკონ ჩამოვედი აქ. დღეს მივიდა რომ ორივე ნახევარფინალზე სენსაცია მოხდა კანადის ნაკრები და კანადის გავარდნა ნამდვილად სენსაცია იყო, დიახ. ხო და ნუ თანა ორგანიზატორია დანია, პირველად არის 4-ში, აქ რაღაცა ელოდებიან დანიური დიდი დესანტის ჩამოსვლას მithumetes რა არა გვერდზეა მოგეხსენებათ, ერთ ხიდი ყოფს ამათ, ოღონდ არა სტოკჰოლმს, მალმეს, მაგრამ 4 საათი, 3 საათი უნდა მატარებლი და დიდი რაოდენობით გულშემატკივარს ელოდებიან გლობენში დღევანდელ მატჩზე. ხვალ არის ფინალი, მესამე ადგილი და ფინალი, ამ ყველაფერს დავესწრებით ჩვენ და მე მიდიხარ კონფერენს ლიგის ფინალზე და მე იქიდან გამიზიარე შენი შტაბეჭდილებები. ხო, კი ბატონო, სიამოვნებით. მე იქიდანაც კიდე წავალ ჩემპიონთა ლიგაზე და ბოლოს მე მგონი ჩამოვედი. კარგი, გელოდები, დაგვიბრუნდი. როცა მოახერხე ბიძინა, მაშინ დაგვიბრუნდი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბიძინა, დაგემშვიდობები, წარმატებები. ჩვენთან გელოდებით სტუდიაში და თვალებში ჩამხედო, მინდა და ისე მესაუბრო პრემიერ ლიგაზე. აი თვალებში რომ ჩამხედო სტუდიაში. ირა, ბევრს შეიძლება არ მოეწონოს ეს, მაგრამ მე არა ვარ პრემიერ ლიგის დიდი კომაკი. მადლობა. ურმესი მადლობა ბიძინა ამ ჩათვლისთვის ძალიან დიდი მადლობა. ასეთი ამბავი იყო. ხათია, ბაჭო და ბოლოს ერთი ამბავი მინდა კიდე მოგიყვეთ. გამოუშვი. რუსეთის დროშა ძალიან მავნებელი როა მაგაზე. ამ კვირაში საფრანგეთში ჩატარდა სუპერ მარათონი. ან მარათონი ხო ის არის 42 კილომეტრიანი ირბენა, სადღაც 2 საათი, 2 საათნახევარი ჭირდებათ ხოლმე სპორტსმენებს და ეს სუპერ მარათონი არის 6 დღიანი. ანუ 6 დღეში რამდენს გაირბენ. მაგაზე გამძლეობაზეა. მოიცა 6 დღე განუწყვეტლივ. არა, ნუ ბუნებრივია ისვენებენ რა თქმა უნდა, მაგრამ აი 6 დღის თავზე სადაც იქნები, აი ეს არის შენი შედეგი. და 2022 წლიდან სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამ ორგანიზატორებს ძალიან პრესტიჟული ტურნირია, ნათქვამი აქვს რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, არანაირი დროშა, არანაირი გერბი, არანაირი ჰიმნი, არაფერი მაიდენტიფიცირებელი, რაც მათ მოქალაქეობას ხაზს გაუსვამდა და თანახმა იყვნენ ამაზე. წელს ახლა ამ კვირაში იყო შეჯიბრი პირველივე წამიდან ერთი რუსი სპორტსმენი დაწინაურდა და მე-6 დღის თავზე მოიგო ეს შეჯიბრი და ამ მე-6 დღეში ამან გაირბინა 1054 კილომეტრი. ეს რო წარმოედგინოთ, რამდენი 1054 კილომეტრი, აი თბილისიდან გაგრაში რო ჩაირბინო და უკან რო ჩამოირბინო.
აი ასეთი წარმოუდგენელი მანძილია და მოიგოა მან. და ეს გაირბინეს 1054 კილომეტრი და ფინიშამდე რო რჩებოდა რაღაცა 20 მეტრი თუ 30 მეტრი, ვიღაცა მიაწოდა რუსეთის დროშა და ამან ეს ააფრიალეს რუსეთის დროშა და ისე მივიდა ფინიშამდე. რა თქმა უნდა, უთხრესო კარგად იყავიო, შენი რეკორდიან და შენი 1054 კილომეტრიანად სულ კარგად ბრძანდებოდიო, ასე რომ მავნებელია რუსეთის დროშა. სხვათა შორის მე დავძენ ასე ანუ სულ ტყუილა ირბინა ამდენი. სულ წარმოვიდგინე 1000 კილომეტრი ირბინა ტყუილა რომ ბოლო 20 მეტრში ვერ გაძლო და მაინც ააფრიალდა რუსული გაზეთებით, რუსული პრესა წერს, რომ ეს რა ის განუკითხაობა არისო ევროპაშიო. ხო, ბესპრეძელი არისო ევროპაშიო, ბესპრეძელი ამ სიტყვას ხმარობენ. იცი რა მე სიამოვნა, ეხლა ამერიკაში ხო ვიყავი ორსართულიანი ავტობუსით რო ათვალიერებ მთელ ქალაქს, ხო? და იქ არის ბევრი დროშა, ბევრი ქვეყნის ენაზე გესაუბრებიან 12 ენაზე რა. და რუსეთის დროშა და რუსეთის ენა, რუსული საერთოდ ამოღებული იყო და საერთოდ აღარ არსებობს ის ნიშნული, რაც აღნიშნავს. კარგად არ მოიქცევიან, კიდე მეტისაც გადახდაც მოუწევთ. გამარჯობა. რეკლამის დრო გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ძალიან საინტერესო თემები გექნება დარწმუნებული ვარ ასევე სპორტული. ახლა კი ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. რეკლამა ძალიან მალე გაივლის და ასევე ძალიან საინტერესო თემით გიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადაგვიდეთ. დაგველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, ძალიან საინტერესო თემები გქონდა წინ და ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგიძლიათ გადაახვიდეთ და ნახოთ და ასევე ძალიან საინტერესო ამბით ვაგრძელებთ ჩვენს ეთერს, რომელსაც ჩემი ხატია შამუდია წარადგენს ახლა. ბაჩო, მართლა ამ არაჩვეულებრივი სტუმრების წარდგენას ვერავის ვერ დაუთმობთ, იმიტომ რომ დიდი სიყვარულით და დიდი სიამოვნებით უნდა წარმატკინო ისინი. 1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა და ყველასთვის და დღესთვის სოფლიო ემზადება ამ დღესთვის. როგორ გაახარონ თავის ბავშვები, როგორ მოუწყონ განსაკუთრებული დღე, როგორ აგრძნობინონ, რომ ისინი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები. ამ დღეს ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, კონცერტი და აქტივობები და ასე შემდეგ. თბილისშიც იმართება უამრავი კონცერტი, თუ სპექტაკლი, თუ წარმოდგენა. დილის ლაივმა ერთ-ერთი გამორჩეული დიდი ისტორიის მქონე და მრავალი ნიჭიერი მომღერლის აღმზრდელი ანსამბლი ანაბანა ბაჩო, ბრენდი შევარჩიეთ, რომელიც თავისი მაყურებლისთვის ცხადია კონცერტს გამართავს. ორი უმშვენიერესი ქალბატონი, მარინა ბერიძე, ჩვენი სტუმარი და ასევე ჩვენი ლალიკო ბრეგვაძე, რომელიც კომპანიო ავერს წარმოადგენს და ძალიან მაინტერესებს. იცი რა, ყური მაქვს მოკრული. მაგრამ მაინც ვარჩიე რომ პირდაპირ ეთერში გამეგო ყველაფერი. კი ბატონო, ერთხელ ნანახი და გაგონილი კიდევ მოსმენილი ჯობია. დილამშვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით. და მიხარია თქვენთან რომ ჩვენ ძალიან გვიხარია. გამგრძნობ რომ მომენატრა კამერა. და კარგი. ის კამერები მომენატრება. როგორ ხდებით პროექტი ერთობლივია? ერთობლივია. და მოგვიყევით ამ არაჩვეულებრივი ამბის შესახებ. ჩვენ ძალიან ბევრი წლის მეგობრობა გვაკავშირებს. ძალიან ბევრი წლის, ესე იგი ავერსი არის 30 წლის. ჩვენი მეგობრობა არის 20 წლის ალბათ. და რო ვიწყებდი, ხო, რო ვიწყებდი ანაბანას, აი ესე პროექტს, სატელევიზიო პროექტს, რომელიც ნამდვილად იყო, აი, მით უმეტეს მაშინ სულ ახალი ხილი, იმიტომ რომ ბავშვები ამღერდნენ ცოცხლად, ბავშვები, ნუ, სასწაული ბენდის თანხლებით აკეთებდნენ ამას ყველაფერს და ნუ ახლა ცოცხლად რო იყო და მე სხვანაირად არ შემიძლია. და რამდენი ვარსკვლავი, რომელიც სულ არ ეხლა ხვდები რომ ანაბანას ბავშვები არიან, ჩაიდო ყველაფერი და აი მაშინ შევხვდით მე და ლალი და აი სულ მინდა სპონსორებსაც მივმართო. იცი რა მოხდა? აი ისეთი ქიმია მოხდა პირველი წუთიდან. მე თვითონაც არ ვიცოდი პროექტიდან რა გამოვიდოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ეს 2006 წელი თან რუსთავი 2-ში, სადაც არ არსებობდა მუსიკალური პროექტი, აი ჯეოსტარი დავიწყეთ და მე მადლობა დათო გოგიჩაიშვილს, გოგიჩას, რომელმაც მაიძულა რომ დამეწყო ეს საბავშვო პროექტი და აი ისე წამომყვა ლალი, ისე წამომყვა რომ
ჟურიშიც კი დავსვით. ანუ პროფესიონალი და აქვს ეს შეგრძნება. ხო, აი არასო, ხო იცი როგორ იციან სპონსორებმა რატო და ის აი ისეთ საჩუქრებს აკეთებდა, ისე ედგა გვერდში და ისე მეგობრობდა და ეს გაგრძელდა. იმიტომ რომ მე მასტერ-კლასი გავაკეთე რუსთავიოში, საბავშვო ლალი იყო იქ ჩვენთან ერთად და მე მხოლოდ ქართულში ასევე ბრმად წამოყვა. მართლა არავინ არ ვიცოდით რა გამოვიდო და მხოლოდ ქართული. საინტერესოა ახლა ანაბანას თვალით დანახული დავინახეთ. ახლა ავერსის თვალით დანახული დავინახოთ. იგივე ანაბანა ავერს. მოგესალმებით, მართლა მიხარია მარინას თქმის არ იყოს თქვენთან სტუმრობა. და ანაბანა არის ჩემთვის განსაკუთრებულად ძალიან ძვირფასი პროექტი, იმიტომ რომ აი კარგად მახსოვს ეს პროექტი რო დაიწყო და მარინასთან პირველი შეხვედრები და ზოგადად ავერსი ყოველთვის გრძნობს. ეს არის კომპანია, რომელიც ყოველთვის გრძნობს, რა არის კარგი, საუკეთესო და მართლა ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს პროფესიონალები არიან ანაბანელები და ავერსმა გარკვეული წვლილი შეიტანა, იმიტომ რომ ეს ადამიანები აღმოაჩინა, მე არ მინდა რომ გამორჩეს ის ჩამოთვალო, აი უამრავი ადამიანი ანაბანელი. მარტო გიორგი გიგაშვილი გვეყოფა აბსოლუტურად და პაპუნა შარიქაძე ორივე თემსოფლიოში არიან გაჭრილი და გიგაშაზე ვამბობ რომ აი დღეს თელი მსოფლიო შეხურებს ამბავს ისეთი პიანისტია და სწორედ აი გენიოსების აღმოჩენაში რომ გარკვეული წვლილი მიუძღვის ავერს ეს მე მართლა ძალიან ამაყი ვარ ამ მიმართულებით პროექტი თავიდან იწყება ნუ რა თქმა უნდა აქ პირველ რიგში არის სანდოობა როცა მარინა ბერიძე აკეთებს იცი სანდოობა რა თქმა უნდა პასუხისმგებელი ამ ხელა კომპანიის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მქონდა მე პირადად იმიტომ რომ მე ვარ ხელმძღვანელობასთან პასუხისმგებელი ჩემს კომპანიასთან რომ ამ პროექტმა უნდა გაამართლოს ხო და რაღაცნაირად ეს მთავარი გუნდი იმ პროფესიონალების გუნდი რომელიც მარინა თვითონ და მის გარშემო იყო ეს იყო აბსოლუტურად უდაო რომ ეს პროექტი გამოვიდო და აი როდესაც შევხვდი ამ ადამიანებს იმ წამსვე მივხვდი რომ ეს პროექტი იქნებოდა და მართლა წლები არსებობს ეს პროექტი და დღესაც ვზეიმობთ ანაბანას ეს არის ბედნიერება ნამდვილად ვიზეიმებ ამას მოყვა ანაბანას მერე მოყვა სტუდიის გახსნა რომელსაც უკვე სათავეში ჩემი შვილი მაელალიაშვილი ჩაუდგა მენეჯმენტში, იმიტომ რომ მე მენეჯმენტში დიდი ბოდიში და აი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის თემა. კი. და გემოვნება ბავშვის. ძიმე დროს, როდესაც აი ძალიან ცოტა მუსიკა სკერისკენ მიდის, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს რა ევალება. უნდა იყოს ლაღი სცენაზე. უნდა იყოს მართალი. სცენაზე და ხარისხის ნიშანი უნდა ქონდეს. და მხოლოდ და მხოლოდ მე არ მივიღებ ბავშვისგან არასდროს პლუსზე სიმღერას, იმიტომ რომ უკვე ტყუილს აჩვევ, მე არ მივიღებ დედაზე და სამშობლოზე და პატრიოტიზმზე და დაკარგულ სიყვარულზე სიმღერას დაკარგული სიყვარული რა და აი უნდა იყოს ლაღი ჟუჟუნა წვიმას ნაერი პატრიოტული სიმღერა დედა მომიგდეს არ არსებობს და ისე შეიძლება ბავშვს ქვეყანა სამშობლო აი ამ ჟუჟუნა წვიმათი შეაყვარო როგორც და ეხლა ხმალი ავლესოთი ვერ მივიღებ იმიტომ რომ არ უნდა იცოდეს ჯერ 7 წლის ბავშვმა ეგ აი ახლა ძალიან საინტერესოა 1 ივნის რა და როგორი გეგმება და უკვე შეგვიძლია კონკრეტულად ამ ხეზე მოგიყვებით 15 წლის თავზე გადავწყვიტეთ რომ ყველა პედაგოგს მივცეთ შანსი თავისი კრეატიული იდეა ყველაფერი აი ნამუშევარი წლის გვაჩვენოს. ნუ ეს ვითაკპირეთ ვინ რა როგორ. ნუ მინდა გითხრათ რომ ჩვენ სტუდიაში აი ისეთი პედაგოგები მუშაობენ უკვე ვეტერანები პირველი დღიდან როგორც თამუნა არჩვაძეა, ნანა გოგიშვილია და მერე უკვე შემოემატა ზვიად ბოლქვაძე პირველი დღიდან. მერე შემოემატა მარიკო ებრალიძე, რომელიც ასევე ჩემი გაზრდილია და ძალით დავაწყებინე პედაგოგობა და ფენომენალური
შედეგი მოგცა სალომე გოცირიძესთან ერთად ნანა გვარმიანი, რომელიც ასევე ყველა მიცის, რომელსაც აქვს სპეციალური კურსი გავლილი ჰელსინკში 4 წლის ბავშვებს როგორ ასწავლოს. ახლა ეს უნდა ნახოთ რა არის. სატარდება სატარდება და აუდიტორიუმში ნიკოლოზ რაჭველის დარბაზში. მაგრამ ეს 4 წლის ბავშვები აფრიკულ სიმღერებს ბღერიან, იატაკზე ხედან და ნუ მშობლებმა ჯერ თავიდან ვერაფერი ვერ გაიგეს, იფიქრეს რომ ეს რაღაცა რა ხდება. მაგრამ ასეა, ბავშვობა უნდა დაუტოვო და გიორგი ტორიაშვილი ყოს ცეკვაში. ნუ მეტი რა უნდა იყოს. რომ საათია? ეს არის 8 საათზე საღამოს და თავარი ის არის რომ ეს სერია იწყება 1 ივნის, მერე ექნება თამუნარჩვაძეს, რომელსაც Lion King-ის თემა აქვს აღებული საკონცერტო, ნანა გოგიშვილს, ნანა გვარმიანს და სხვადასხვა დღეები. სხვადასხვა დღეები. როდვე ისაკეთებთ ფაქტიურად? ნუ არ ვიცი რას ვაკეთებ, ძალიან ვრისკავ, იმიტომ რომ ძალიან რთულია. პირველში აღებული გვაქვს, იცი როგორი მესიჯია, ჩვენ სოფლიოს ნაწილი ვართ. ანუ არის საგანძური ქართული, არის საგანძური საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, ასე შემდეგ. მე მინდა რომ ეს ბავშვები შეეხონ ყველა ქვეყნის შედევრებს. იმიტომ რომ ასე ისწავლიან რა არის სხვა ქვეყანა და რაც მთავარია აუცილებლად იქნებიან თავისუფლები და აუცილებლად იქნებიან ევროპელები. მე ასე მგონია და ლალი ხსნის ამას ყველაფერს. სად უნდა შევიძინოთ ბილეთები? როგორ უნდა მოვიპოვოთ ტიკეტჯიზე. აჰა, გასაგებია ჩვეულებრივად ყიდულობ ბილეთებს. და მე ძალიან საპასუხისგებლოა, იმიტომ რომ ნიკოლოზ რაჭველის დარბაზი არის ძალიან პრესტიჟული. ეს არ არის შოუ, ეს იქნება მინიმალიზმი. ანუ ეს ბავშვები, აი როგორ გითხრა, არ არის ეკრანი და რაღაც სიმღერის ზეიმე უნდა იყოს. სიმღერის ზეიმე მე მიყვარს ეს და რაც თავარია ლალიკო მოიფიქრა და დასაწყისი გვაქვს ძალიან უცნაური და მოყევი. შეიძლება რომ აი რაღაცა დეტალები გავთქვათ. ესე იგი ისეთი ჩამონათვალი გააკეთა მარინამ აი ამ პროფესიონალების მიერ შექმნილი ეს ღონისძიება ხო წარმოგიდგენიათ რა იქნება? მეც მოუთველათველი მარინა. არა, რაც თავარია, კიდე ვიტყვი. ეს ყველაფერი რა თანხლებით კეთდება, იცი რომ 2 პედაგოგი, 2 როიალზე. უკეთებს აკომპანიმენტს ამ ბავშვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი მსგავსი არ ყოფილა ეს დროს. არა, მიყვარს მე მსგავსი. იცი რა, არ დავესწარი, მე მინდა რომ აი იქ ვნახო შეგნებულად ვადროვე ასე ვთქვათ და მე იქ ველოდები რაღაც სასწაულს და მე ვფიქრობ ჩვენს მაყურებელთან ერთად ყველამ ერთად უნდა ვნახოთ ეს სასწაული მართლა მუსიკის ზეიმი იქნება 1 ივნის. 1 ივნის არის ბავშვების დღე და უნდა მიუძღვნათ მათ და რაც შეეხება თვითონ ამ კონცერტს, სანამ კონცერტი დაიწყება, რაღაც სიურპრიზებს თავაზობ ჩვენ აქ მოსულ ჩვენს პატარებს, გარდა იმისა, რომ ფოიეში რაღაცა ეზოში, შესასვლელში, აბა რა თქმა უნდა, ჩვენს პატარებს განსაკუთრებულად დავხვდებით. ჩვენი ბრენდი არის იარვალი, რომელიც არის აქ წარმდგენი ამ ყველაფრის ავერსთან ერთად და ასე ვთქვათ, ფიქრობ დაუვიწყარ დღეს გარდა იმისა, რომ მუსიკის ზეიმი იქნება, ჩვენც გარკვეულწილად გარკვეულწილს შევიტანთ. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული სიურპრიზები, რაშიც მდგომარეობს ის, რომ გვექნება გათამაშება, გვექნება საჩუქრები. ასე რომ ვფიქრობ, რომ ის რომ მუსიკის ზეიმი იქნება, ასე ვთქვათ, ასევე ჩვენს ბავშვების ზეიმი. მიუხედავად იმისა, რომ ლალიკო ასე გამოიყურება და თვითონ ბავშვი მგონი 2 შვილი იყავს, რომ იცოდა. მაინტერესებს, როდის კონცერტზე რო წაიყვანს, ვიცი გოგოცა. როდის აპირებ ანაბანაში? აუცილებლად სექტემბრიდან სხვათა შორის წლისას წლინახევრისას ჯერ ვერ. ხუთი შესრულდებით და ვიცი. არაჩვეულებრივად აქვს მონაცემები ყველანაირად და ვფიქრობ, რომ ნახოთ. იცი რა არის? მარი, არაჩვეულებრივი პარტნიორია, არაჩვეულებრივი ბიზნესმენი. ეხლა ნახოთ მშობელი როგორ იქნება. ნახოთ, ბებია როგორ იქნება. კი, დიდი სიამოვნებით. ხო, მე ძალიან მკაცრი ვარ მშობლებთან, ყველა მიცის ჩემი ამბავი. არა მარტო მშობლებთან. არა მარტო მშობლებთან და კასტინგს რო ვაკეთებ, მაია ესე ხელს ფერდე და არ დაგავიწყდეს ბავშვია.
მაგრამ მე ვთვლი რომ თუ ბავშვს ნიჭი არ აქვს ის მშობელი არ უნდა გააწვალო არავითარ შემთხვევაში ისედაც ძიმე ცხოვრებაა და რატო უნდა დახარჯოს ზედმეტი ფული მაგრამ ნუ რაღაცა ძალიან მოფერებით მე მშობლებს ვეუბნები მე ვაკეთებ კრებას მშობლების და ანუ პირდაპირ შეგიძლია მითხრა არასდროს არ ჩაერიოთ რა კაბასაც არ ჩავაცმე თმებსაც არ დავარცხნი და არასდროს არ ჩაერიოთ ჩემმა შვილმა ეს რატო არ იმღერა თუ არა ეხავე წადით თქო ერთ ჩაერთებ 15 წლის განმავლობაში ხავს idеალური მშობლები ახლა რომელიც სწორედ ამიტომ მარინა დღეს ანაბანაც და ის სტუდიაც და დღემდე ახსოვთ ის პროფესიონალიზმის ზეიმი იყო ყველაფერში აბსოლუტურად და ვფიქრობ რომ ამიტომ გაუძლო დროს კიდე ერთი რამე უნდა დავამატო სექტემბრიდან გვემატება კიდევ ერთი პედაგოგი ქრისტინე ჯაფარიძე ყველა მეცით ქრისტინე ჯაფარიძე რომელიც როგორც ანაბანელია ისევე მე სტუდიაში სვიატთან იყო კონსერვატორიაში სწავლობს ეხა არის უცხოეთში ამთავრებს უკვე იქ აი ამ სპეციალობით და იქიდან ჩამოდის და მოდის ჩვენთან პედაგოგად აი ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბენეფიტი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ არაჩვეულებრივი ზეიმის შექმნისთვის პირველში მოკლედ მოვალთ ბავშვები თურთ აუცილებლად 8 საათზე აუდიტორიუმში ეს არის ძველი მუსკომედია შვენიერი ამბავი წარმატებები სენსიტიური სახელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ მშობელმა იცის სად მიყავს ბავშვი იცის რომ იქ არის გემოვნება იქ არის ხარისხი და იქ არის ზეიმი რასაც იმსახურებენ ნამდვილად ჩვენი პატარები პირველ იმისა დიდი მადლობა გოგო დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა გელი ჩვენ ბავშვებით რო არ მოვიდე და ისე რომ მოვიდე ისე გისტუმრებთ აუცილებლად დიდი სიამოვნა ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დღევანდელი გადაცემა ჩემო ხატია დასასრულს მიუახლოვდა ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს სულ დავემშვიდობოთ ხვალ დილამდე ხვალ დილის 9 საათზე ისევ დილის ლაივ იქნება პირდაპირ ეთერში და ვეცდებით რომ სასიამოვნო განწყობა შეგიქმნათ დარწმუნებულიც ვარ რომ ისეთი დასასრული ქონდა ჩვენს გადაცემას ბავშვებზე ვისაუბრეთ რომ ძალიან სასიამოვნო განწყობა გაყვებათ მთელი დღის განმავლობაში ხვალ დილის 9-ზე ისევ ერთად ვართ ბედნიერად ნახვამდის